მოგესალმებით, თქვენ უყურებთ მორიგ ჩემს ვიდეოს. ეხლა ვიმყოფებით ერთ-ერთ ცნობილ ტუნინგ ატელიეში, GGM ტუნინგში. ეხლა ერთად შევიდეთ და მოვძებნოთ ჩვენი მასპინძელი და უკვე დეტალურად გავისაუბროთ ირაკლის რა. წინ საინტერესო პოდკასტი გელოდებათ, არ დასკიპოთ და ვიდეოს უყურეთ ბოლომდე. არხის გამოწერას რა თქმა უნდა არ დაგავიწყოთ. ლიკას ვიპოვეთ ეხლა და მივიდეთ. როგორ ხარ? ძნელი საყვარელი ვიყავ, ხო? თურმე, ყველანი გამიჭირდა ეხლა. ოფიციალური მისამართი მაქვს, რაცა გინდა. სასაგინდა. კი, აბა. საინტერესო სივრცეში შემოვედით ეხლა რა. ჯერ მოკლედ რო გითხრა, რა ხდება? ჩემტონიკი ბევრმა იცის, მაგრამ დეტალურად კიდე მაინც რო განვავსოთ. ეს არის ჩვენთვის საინტერესო სივრცე, თორე ძირითადად რო შემოდიან ხოლმე ვერ ხდება რა. პომპა გააგზმა, რაღაცა გეტყვიან ხოლმე და ავტომოყვარულისთვის არის 64-ია რა. ანუ მანქანა რომ მოვიყვანოთ, სარელი ჩონჩხი. ხო. დაზბორილი სრულად, ანუ სპორტული ბოლიდი, აქედან გავა მზადყოფნაში, ხო? კი, და არაერთი გასულა. კი. ანუ თავიდან მე რო ავაწყე მანქანა და ბევრჯერ მithქოს ეკითხა და რომ მანქანის საწყობად დავიწყე, აწყობა კი არა, ტანსაც მე ხარ კიდია იქ შლემი ეგეთი რაღაცეები. არაფერი არ იყიდებოდა ჩვენთან და მაშინ თქვი რომ მეთქი ისეთი მაღაზია უნდა გავაკეთო მეთქი სადაც კუზავში მოაგორებ შენს ტიტველი შემოხვალ ეგრევე შეჯიბზე მიხვალ თქო და დღესდღეობით უკვე მაგის საშუალება არის ანუ ყველაფერი ნაწილი ანუ ელემენტარული ანუ ტურბო გინდა რამე ფაიფები გინდა ხელის მოხრუჭის აჭე ან კომბინეზონის აორძლები ანუ ყველაფერი არის რაც გინდა სარბოლო ავტომობილის ზაუებიც არის ელესები აქ ვიტრინაში გვედოხმე ხა ადგილი არ გვაქვს თორე ელესები სულა ჯეიზეტები არ არის ტურბოები და მას4-ები და ეს რაღაცა მე მიკმენ ეხლა რა რა შეგიკე ნახევარ ავტოსამყაროს უყინეს სამი ადამიანია ვისაც მას4 გვაქვს ვინ გიორგი და ლუკას სამს გვაქვს მოსეშვილი არ ითვლება მოსედა ამას გამოვწრის გავს დებაგულში ხო აბა რა ვიცი კიდე არ არის მეტი მოსე ხო მოსე დამავწ კაი მოკლედ დეტალურად უკვე ჩვენ პოდკასტში ვისაუბრებთ გადმოვინაცვლეთ უკვე მყუდრო გარემოში და ანუ ეხლა ვისაუბრებთ GDS-ის 2024 სეზონზე რა მოხდა რა სიტუაცია იყო საერთოდ ჩვენ ჩემპიონატზე და პირველ რიგში ირაკლის მინდა მიულოცო ჩემპიონობა 2024 წლის საქართველოს დრიფტის ჩემპიონი გახდა გილოცავ კიდევ ერთხელ და ახლა შურიანი ხალხი ბევრი არის ბევრი კომანდა ხო იცი რა მაგასაც ვიტყვი მაგრამ მე გულით გილოცავს ხო და ბევრი მომელოცოს კიდევ ჩემპიონობა რა მაგასაც დავა ბევრი მომელოცოს უკვე ის არა ტრუხან მე ვინც შენ თუზიარულს ვაპირებ მაშინ მე ვაპირებ რა თქმა უნდა მაგრამ ნახე რა ვამბობდი ბევრი მომელოცოს და ასევე ანუ ერთად რა ვიცი რა მე ჩემთვისაც მოგელოცოს და ყოფილიყოს ისეთი სიტუაცია რომ ჩემთვისაც ბოლოს მაინც აი ასნია მაგ მეც იმიტომ დავდივარ რომ რა თქმა უნდა მეც მოგებისთვის ყველა ვიზადის მაგისტვის დადის და ხო რაღაც პრეტენზია გაგვაჩნია ხო რომ რა თქმა უნდა ანუ იმიტომ დავდივართ რომ რაღაც ჩვენი გვინდა რომ დავამტკიცოთ რა ან დავიწყოთ პირველი ეტაპიდან იყო პირველი ეტაპი რუსთავში ყველაზე რთული ეტაპი მე რომ ხო ანუ მინდა რომ თითოეულ ეტაპს გავყვეთ რა იყო შენთვის იმ თითოეულ ეტაპზე კარგი, ცუდი, შესაძლებელი ზოგადად ანუ ჩვენ ჩემპიონატში იქამდეც მივიღოთ ან რას შემოიტანდი სიახლეს თუნდაც იმის გამო რომ ელემენტარული განვითარდეთ და უფრო წინ წავიდეთ რა. პირველი ეტაპი იყო რუსთავში. ეგ გზა რაც დაიდო 2023-ში. კი, იყო შარშანა. ნოდომ მოიფიქრა ეგ გზა. და შარშანაც რო ვიარე ეგ გზა მაშინაც გამიჭირდა. ორჯერ შარშანაც ხო იყო და ეხა იყო ორჯერ. ორივეჯერ მიუხედავად იმისა რომ მე მოვიგე ეგ გზა. შარშან ხეროდნაშვილი იყო. შარშანაც მე და ხეროდნაშვილი ვიყავით ფინალში და წასაც მე და ხეროდნაშვილი ვიყავით. უბრალოდ შარშან ბოლომდე ვერ მოვჩე, იმიტომ რომ ნახევარ ფინალში მე და კირვალიძე
პირველზე მიტოქში აგიტორუნზოც არა უკინა მეჯახებოდა პირიქით და საჯემო ვერ გადაწყვიტეს და საბოლოოდ ის საჯები გასტროკეს. გადაწყვეტილების გამო არა. და აღარ არიან დღეს ისინი. ხო, ბიჭი. ხო და მიუხედავად იმისა, რომ 2023-ში ხო მოვიგე ექსა, მაგრამ მაშინაც ვამბობდი, რომ მეთქი რთული გზა არის მეთქი. თუ რომ მაგ გზაზე ყველაფერი აჩქარება გაქვს. ანუ დრიჩი საერთოდ ისე არის ხოლმე, რომ გზა რო იდება, თავიდან თუ წqdები რაღაცა 140-ით, მერე სიჩქარე ნელა დაბლა მოდის. ან სტაბილურად ანუ ხო, სიჩქარე არ იმატებს არასდროს. და მან და არის რომ სიტყვაზე არ მახსოვს მეგონი 120-ით 130 არის. 130 იყო სიჩქარე მაქსიმალური. მოწყვდები, მერე ჩამოდიხარო 30-ზე, მერე ის fast zone რო გაქვს. იქ ისევ კრიბავს სიჩქარეს, მერე ისევ ჩერდები და ანუ ყველაფერია. წეს კიდე იმიტომ იყო რთული ეგ რომ ხო გახსოვს წვიმა იყო, მე გადაიღო, მე ის და მაგრა ნერვიულობდი მაგ გზაზე. იმიტომ რომ ანუ წვიმაში მიუხედავთ იმისა რომ ბედაშენ წვიმაში ხვდით მან? ანუ როგორ იყო იცი ცვალებადი ხო, აი ისე იყო, ხო, აი მეც მანდ მომევიდა ძალიან დიდი შეცდომა ჩვენ გარბენზე რომ არ მახსოვს მგონი ხო მდევარი ვიყავი რა და ისეთი მომენტი დამხვდა სადაც ანუ მშრალიდან უსვათ სოლზე გავიჩიტე და თან კაკრას კედელსაც ჩავიხუტე ანუ ოდნავ ტრაკი გავარტყი რა ხო მაგან დამაშვებია შეცდომა რომ უკვე ვეღარ გამოვყევი ისე როგორც უნდა მეულო რა იმანებდება ჭუბურიძე შალიკაშვილი კაი გადავარდა თუმცა არ დავივიწყოთ რომ ესეთი რა გავარტყი რა ხო მაგან დამაშვებია შეცდომა რომ უკვე ვეღარ გამოვყევი ისე როგორც უნდა მეულო რა იმიტომ რომ მაგ შეჯიბს წინ გახსოვს დაჟე იმაზე ვლაპარაკობთ ორგანიზატორებთან რომ ხო არ გადავდო შეჯიბით ხო ანუ განა იმიტომ რომ ის იყო წვიმაში სერული არ შეგვილია ანუ რო იცი რომ წვიმაა და წვიმაში დადიხარ შეიცი წვიმა აი ეს გარდამავალი რო იქნება ხოლმე მაგდროს აი ციგასავით არის თან პადოკი აი ვაფშე ის რეალებს რომ ძალიან რთული იყო თან დევნა მან ძალიან რთული იმიტომ რომ ის ფასტის ადგილი რო გაქვს მან დაჩქარება არ გაქვს მე იქ ბეტონი და შენელებიდან გიწევდა მაქსიმუმ მინიმალური სიჩქარე რაც იყო იქიდან გიწევდა უკვე აჩქარება იმ სვოლზე მანქანისთვის ამოტანაც რთული იყო უკვე რა რთული ანუ თავიდან რომ დავიწყეთ top 16-დან ნელა შრებოდა კი ეგრე და ფინალში მშრალი დამხვდა და ოღონდ ღამე დამხვდა და საშინელება იყო პირველი ეტაპი ეგ იყო ყველაზე რთული მოკლედ რაც გახსენდება რაც რთული იყო ანუ ეს თან პირველი ეტაპი აი პირველ ეტაპზე ხო იცი მაგრა გინდა მოგება ანუ ყველაზე მეტად გინდა მოგება გადაწყვეტს ჩემპიონ ანუ რაღაც დონეზე მოქმედებს რა ქულების მხრივაც ხო ქულების და ყველა ეტაპი მოქმედებს მაგრამ აი ისე ხარა პირველი ეტაპი რაღაცა თუ ვერ მოიგე მე თან პირველ ეტაპს და მეორე ეტაპს შორის არის 3 თვე სხვაობა და 3 თვე წაგებულის პოზიციაში მაგრა გიტყდება და აი მაგრა გინდა რა წინათ 23-ში ეგრე იყო. 23-ში ხო ვერ გავარკვიეთ ფინალი და მე ფოთში გადავიტანეთ. ხო და მანამდეც ისე ვიყავ, მაგრამ ვიცოდი უკვე ვის ხდებოდი და წაყავდი და სხვათა შორის პირველ ეტაპზე წელს რო გამოვედი უკვე ეს მანქანა მყავდა? წელს უკვე როგორც ვიცი ახალი მანქანით ყავდა, იმიტომ რომ სანამ სეზონი დაიწყებოდა მანამდე რაღაც ჯიმხანაზე იყავი ხო გამოსული. და მანდ გაიტესტა რეალურად ახალი მანქანა. არა, წელს პირველი მანქანით გამოვედი მე და მე იმ 3 თვეში გადავაწყეთ მანქანა სხვა 92-ს. ანუ ცდებით არის მე მახსოვს რომ ახალი მანქანა თუ შარშანი იყო. ხო და ანუ ნახე, ჯიმხანა მახსოვს, ჯიმხანაზე იყავი ახალი მანქანა გამოსული. ხო, შარშანი იყო, ხო. ვისი ჯიმხანა იყო ეს? ხო, არა, ახალი წელს პირველი ეტაპზე ეგ იყო წინა წელს ბოდიში, ხო. წელს პირველ ეტაპზე ხო. ანუ 23-ში იყო რომ პირველ ეტაპზე სხვა მანქანით ვიყავი და მეორე ეტაპზე სხვა მანქანით ვიყავი, ხო, გადავცვალე მანქანა. კაი, მოკლედ რა იყო კიდე ის გარემოება რა, რაც პრობლემას გიქმნიდა, ვთქვათ, საფარის გარდა რა. საფარის გარდა პრობლემას ხო, ანუ საფარი ყველაზე დიდი პრობლემაა. ანუ მომზადებული ვიყავი, მაგრამ თან კარგად ვიყავი მომზადებული. აი დღესაც ვამბობ, რომ ეგ გზა 100% ათვისებული არ მაქვს რა. ანუ ეხაც რომ ანუ კიდე ბევრ რაღაცას დავხვეწავდი. ანუ ისეთი გზა არის, სამუშაო გზა არის, რა. ტექნიკური გზა.
ხო, და ვარჯიშების დროს სულ ამბობდი, აი ხო, აი რომ სადმე ჩახვალ, აი ფოთში ცხოვრ ეს, ხო, არ გაქვს ფოთი აქ რუსთავივით და ფოთში რო ჩახვალ, всё, დავსვი გზა და ეგ არის რა და ეგ გზა დასმული არ მაქვს. აი ორჯერ ხო ჩატარდა, ორჯერ მოვიდი, მაგრამ დასმული არ მაქვს რა. კიდე ბევრი რაღაცა შეიძლება რომ მაგზაზე ისეთი რაღაცა გააკეთო. ხო, პირველ etapში რთული იყო, იმიტომ რომ ანუ პირველ etapში მერე იყო რთული, იმიტომ რომ მე და ხელოვნაშვილის ფინალი თუ გახსოვს, აი თეთრზე მეუბნებოდნენ შავიაო, ხალხი ოღონდ. და მე მაგ დეტალებზე მე მიციონი რომ არ ჩაუღმავდი. ანუ ყოველ შემთხვევაში ანუ ვინ მოიგო, ვინ წააგო. არა, ხალხის ის იყო თორე ხა სპორტსმენებმა და სპორტსმენებმა და მაგას ვიტყვი რომ ანუ ეს არის სპორტი, ანუ ეს არის შეჯიბრი და ანუ ამ ყველაფრის მიუხედავად, ანუ იქ რო ჟიური არის, ჟიური წყვიტავს ამ ყველაფერს, ჟიურიმ დაინახა თავისი თვალით, რომ ლიდერანი იყო, შეისი იყო თუ ანუ რაც მოხდა, ну გადაწონა ანუ თემაში როგორ იყო იცი? ანუ რეალურად რაც არის ის თქვა, ხო? დეტალურად არის აღწერილი, თუნდაც შემიძლია ისიც შავსვა აღწერაში, რომ ორივე გარბენის ვის რა შეცდომა ქონდა, თუ ვინმეს აინტერესებს რა თქმა უნდა. ეგ დადო ჟიური მას. ხო, ანუ მაგას ვამბობ, რომ ჟიური მას დადო, რომ ვის რა შეცდომა ქონდა, ვინ უფრო უკეთესად გაიარა და ამ შემთხვევაში იყო ესეთი მომენტი, რომ შალიკა მოიგო რა, ეგ გარბენი. ხო, ნუ თემა იყო, რომ ყველა მიცოდით ეგ მანქანიდან რომ გადამოვიდი, ხელოვნაშვილმაც იცოდა, მეც ვიცოდი, სპორტერებმაც იცოდნენ, მაგრამ მე ხო ის ხალხი ყველაფერს ექსპერტია. შეიძლება მომენტი აი არა, ვიდეო და სპორტერს ხო არ შეეშლება და მე ყველა ექსპერტი გაიჩითა იქ რომ ეს აბა იმას ფული აქო და აბა როგორ გინდათო ეგეთი პონტი იყო მეთქი რა, ой, ბაზარი არა და მე მაგის გამო ისე ანუ თემაში კარგად გამოვიდა ეგ თემა, რომ მე მოხდილი რჩები რა, რომ რაღაცა გინდა რომ ბოლომდე მიიყვანო, მიუხედავად იმისა, რომ დამტკიცებული გაქვს, მაინც ბოლომდე მივყვები და ისევ თავისმა მეთქი მე ხო ისევ თავისიანება დასაჯეს თავისი ფავორიტი, ეგრე გამოვიდა საბოლოოდ. ხელოვნაშვილი. იმიტომ რომ არ მეშვებიან და მოკლედ პირველი ეტაპი დავასრულეთ ეგრე გამარჯვებით რა. და იყო ანუ ერთ-ერთი მცირე პრობლემა რაც იყო, ну შეგვიქმნა საფარმა პრობლემა რა, რაც ჩემზეც იმოქმედა მაგ ყველაფერმა. ხო, ძალიან რთული. კარგად დავიწყეთ ხო, ანუ ეგრე ვიტყვი რა, კარგად დავიწყე პირველივე შეჯიბრი, მაგრამ ბოლოს ანუ ზოგადად ვინც მიცნობს ეგ სიტუაცია ისე რომ ჩემ ემოციებს რო ავყვები, მე მაშინ პიზდეც ხდება ზოგადად. და აი საფარმას პრობლემა შემიქმნა და მოხდა ისე რომ მე და ჩემი გუნდელი შევხვდით ერთმანეთს, გიორგი კოდოა და ნუ გავედი მეოთხე ადგილზე. მაგრამ ნუ ამ ყველაფერმა გამიჩინა იმის კიდე უფრო მეტად მონდომება, რომ მეორე შეჯიბრი უნდა ყოფილიყო ბევრად უფრო მძაფრი რა ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ რა შეცდომების დაუშვი პირველ ეტაპზე, რა თქმა უნდა, მეორე ეტაპზე იმას ვცდილობ, რომ ყველაფერი გამოასწორო და უფრო და უფრო თან შენ ქუთაისი დაგემთხვა და დედულეთი და ოპა თაში ვიჭველი უნდა მოვიგო დადიო და ჭუმბურა მე დუხზე ვიყავი რა თან მე ხო სადაც ჩავდი ხმა ქუთაისია ზუგდიდასა არის ქუთაისელი არ არის ქუთაისელი ზუგდიდში დამყოფია რა ზოგი ზუგდიდელია ზოგი ქუთაისელია შენ აღარ ქუთაისელი ხარ თქმა ბიჭი ხო ან ნახევარ ნახევარი ხო ისი ხო მაგრამ ნუ ახლა ქუთაისელი გამურად ხო ეგრეა ჩავდით ქუთაისის ეტაპზე რა მაგრამ ანუ პირველი ეტაპის სიტუაციიდან გამომდინარე სანამ ქუთაისზე გადავალთ რა ეხლა შუაში მინდა ვთქვა რომ წლევანდელი სეზონი რაც დაიწყო რაც იყო უფრო სწორედ რა ფიქრობდი იმას რომ აი თუნდაც ვართ იმ სიტუაციაში იმ ლეველზე ანუ ხშირად ყოფილი ამაზე ლაპარაკი ვიცით ორივე ანუ საბურავზე პოლუსლიკი ეგ ბოლოში ჯობია გავარჩიო პოლუსლიკი დიდი თემაა ხო პოლუსლიკი დიდი თემა არის იმიტომ რომ ჩემი მოსვლის დღიდან მაგაზე ვიბრძვი და კაი მაშინ ბოლოში გადავიტანოთ ეგ თემა რაც ყველასთვის ანუ მნიშვნელოვანი და ზოგისთვის მტკივნეული არის ზოგისთვის ანუ სასიამოვნო თემა არის რა მივედით ქუთაისის ეტაპზე რა ქუთაისის ეტაპზე უკვე შალიკას დაწყებული აქვს ისეთი ან მოგებით პირველი წელი და რა მოხდა ქუთაისის ეტაპზე ბანან ეს მეუბნებიან ხოლმე რეცი რომ იგეფო მე რეშვებიო და შენ უჭველი აგეფო და ხო მაგაზე ხო თქვი ქუთაისში ჩამეძინავთ რა ხო ჩამეძინა ეხლა სამსონას არ ეწყინება მაგრამ სამსონას თვითონ გამოვიდა მე არ მომიგიაო წააგო მაგრამ ანუ მაგასაც ის ანუ ქუთაისის ეტაპზე რა მოხდა სინამდვილეში ანუ რატო ჩაგეძინა პირდაპირ ანუ ჩამეძინა არისო ანუ
ის არ იყო რომ მე მოშვებული ვიყავი და მე კიდე და სამსონასთან გამოდვე ეგრე არასდროს არ ვაფასებ ტიპს გამოიწვთან სამსონას რატომ და შევაფასო ეგრე ანუ თემა იყო რომ თვითონ გზა იყო ძალიან გაფუჭებული და ჩემი წლევანდელი მოთხოვნა კაკრას იყო რომ ქუთაისი ამოიღონ იმიტომ ასვალზე გვიწყეს რომ დააგებენო და რო ჩავედით იქ რაღაცებს ასხავდნენ ისევ და რაღაცა ეს მონაკვეთი აქ თუ გაივლით აქ დაგისხავდა რაღაცა მე სხვაგან გავიარეთ რაღაცა აღმართი ის რაღაცა ესე აუდიოდი კარტებს ვდებდით და რაღაცები და ანუ თემაში ესე გამოვიდა რომ მანქანა თლიანად ამერია ანუ იქიდან რომ ჩამოვიყვანე მანქანა ეს წინასაბრალო ერთი აქ იდგა მე წინ ეს მარცხენა წინ იდგა მარჯვენა უკან იდგა და ვაფშე ყველაფერი არის და შეუძლებელი აი თან E98-ის დატრიალება არის ძალიან რთული. აი რომ მოინახავ წამოყვა დაატრიალე ვიდეოს რო იღებ მიდი დაატრიალეო შეიძლება არ დაატრიალდეს რა აი 360-ს რო აკეთებ აი ბოლომდე უნდა მოიქნა. ხო და აი ჩოლბე გადავეწე და დაატრიალდა. ის არ ყოფილა რომ რაღაცა ჩამეძინა რაღაცა ანუ დამიტრიალდა რა. 19 კუთხე ისა შალიკაშვილმა გადაეწყო და ანუ არ ვიცი აი მილიონიდან ერთი რო ერთხელ რო დაგიტრიალდება ეგ მოხდა მე ეგ შეუძლებელი მომენტია შეიძლება დაუტრიალდეს მანქანა მაგრამ გარემოებებზე ვთქვათ რომ ანუ რატო შეიძლება მოხდეს მსგავსი სიტუაცია რატო შეიძლება შეიქმნას მანქანას პრობლემა რა მანქანა როცა ესე სულ დატვირთით მუშაობს და რა ვიცი და რაღაცები მანქანის ხადავი იტიყება იმიტომ რომ ჩვენ ყველა შეჯიბრის წინ ვასწორებთ ხოლმე ხადავს ხა შუა შეჯიბრის დროს რაზვალებს და იმებს ვერ გაასწორებ რა და არეული რაზვალით რო იცი რომ გადიხარ თხილად ხარ და იცი როგორ უნდა იარო მაგრამ რო იცი რომ გასწორებული გახდა რომ გაიქნე უნდა წავიდეს მანქანა და არ მიდის მე გვიანებთან დაღმართზე ჩადიხარ და მანქანა თუ არ დაიჭირა ფაქტი ანუ ჩამეძინა ისე გამოდის ხა ჩამეძინა მე კი არ მოვეშვი ანუ დატრიალდა რა ხდება და მოხდა და მოიგო სამსონმა პედასტალზე წავიდა მაგრამ გამიხარ თუ სვეჩი თუ ვინმეზე გამიხარდებოდა რომ ჩემთვის მოიგო ხო ეგ ყველაზე ძალიან სამსონაზე გამიხარდებოდა თმო და რა გინდა მოიგო მაგ დღეს სამსონამ ჯერ ხელოდინაშვილს მოუგო მე მომიგო შეულოცა მეგონი რაც თვითონ ამბობდა ბიჭო შეულ რაღაცა შელოცვები აქვს მაგასთან ხო და ну ეგრე მოხდა რა და გამოვიდა ის იყო ტოპ 8-ში თუ 4-ში არა ნახევარფინალში გამოვიდა ნახევარფინალში გამოვიდი და მე ავსუდ იმას იყო ის ეტაპი რა ანუ ქუთაისის ეტაპი რომ განერვიულა იმ სიტუაციამ რომ შეიძლება ეს საჩემპიონო თემა ვეღარ გაგზავნოს არა ეგ წელს ისე ვიყავი რომ დავიწყე წელი რომ უეჭველი მინდა მოვიგო არ იყო რა უნდა მოვიგო მეთქი ანუ 100% უნდა მოვიგო მეთქი ერთი ეტაპზე რომ მე 4 ადგილზე გავიდოდი და ეგ გამაჩერებდა ანუ ეგეთი ფიქრები არ მქონდა მაგრამ ნუ კაი ის იყო გამოცდილება შეიძლება мотиваციის უფრო მეტი მისაცემი სიტუაცია რომ ხო мотиваცია იყო მიუხედავად იმისა რომ მინდოდა წელსახაში რომ ძალიან ამბიციური განაცხადი მაგრამ წელსოთა ამბიცია თუ არ გაქადაგა ყველა ეტაპი უნდა მოვიგო მეთქი ის უნდა გავხდე მეთქი ჩემპიონი მეთქი ერთი ქუთაისში ჩავიდე ნუ ბოლოს ხელი გამძვრა და ეგაც მაგიტოთ ანუ ნუ მაგის მერე კარგად მიყვანა ასე რომ ქუთაისის ეტაპის მომხრე არ ვარ და ეგ ჩემი აზრით დავაფიქსირე ფედერაციაშიც და DG-შიც სხვათა შორის ვერავინ ვერ იქნება მაგის მომხრე შეიძლება სამსონა იყოს მაგის მომხრე არა სხვა ვერავინ ვერ იქნება სამსონას ეს იმიტომ იყო რომ ტკბილა დამახსოვრა ქუთაისის ეტაპიდან არა ღირდა რა სამსონას პედასტალზე ასვლა მაგრამ გაასწორა სხვათა შორის ფინალში იდგნენ გიორგ კოკოდუა და სამსონა იდგნენ ფინალში და რო დაისტარდა სამსონა ისე მივიდა რა ანუ გზაში ვიწყავ და ყველა დაეხოცა რა ანუ ფინალ გოჩა გიორგა მაგრამ ნერვიულობდა რომ მე არ მომივიდა და რომ დაისტარდნენ ძეგლთან რომ მივიდა წითელ დროშა დავინახეო გიორგმა და მეთქი კიდე რაღაც მოხდაო და რაღაც ფიშკა გადა პროექტირების გაკეთება აქ სინქრონ ცდილობს სამსონ ციკარიშვილი თუმცა საბოლოო ჯამში სამწუხაროდ სამსონ ციკარიშვილს გაუჩერდა მეხუთე ზონაში გაუსწორდა ავტომატურად სტახნა დაასტარტინეს და ასე რომ გირგა გადარჩა სამსონას შელოცებს რა აი ხა შელოცებს ისე კაცმა რა გინდა მოვიდა მოიგო ძმა ხა მე წავაგე იმას აუფეთს და თუ ეს მოხდა მოიგო ხდება რა ეკუთვნის მო კაცს ეკუთვნის ეგ ანუ შეჯიბრია შეჯიბრზე გავიდა იმას რა გაუფუჭდა აფექტა თუ რაც მოხდა შენ დაგიტრიალდა მე ბეტონს ჩავეხუტე
ანუ დრიფტში მარტო ტარება არ არის 50% მანქანა. ანუ მარტო ტარება ვიცი და მაგარი ვარ, ეგრე რა დღეს დრიფტი იმ ლეველზე არის, რომ ანუ ტექნიკური გუნდი არის ნახევარზე მეტი დაში. ხო, მარტო გოლელი ვერაზეც ვერაფერი ვერ იქნება დრიფტში რა. ანუ მე ვარ და მე საჭესთან დავჯდები და ვივლი, ანუ ეგ გამორიცხული არის. მანქანამაც რა თქმა უნდა ხელი უნდა შეგიწყოს, ტექნიკურმა გუნდმაც რა თქმა უნდა ხელი უნდა შეგიწყოს და თვითონ საფარზე და იმაზე ჩვენ ვაფინიშებთ იქ თორე და მთელი წელი შრომობს ტექნიკური გუნდი და თავი ის არის რომ ქუთაისი და ფოთი კიდე ფოთზე რო გადავალთ ეგ გზები აღარ უნდა იყოს. ხო, დიდი განაცხადი გავაკეთოთ აქედან. აქედან, სადაც ქუთაისი და ფოთი ანუ ყველაზე მაგრად ეგ რა მე მგონი ეს მე რო ქუთაისში შეჯიბრი იყოს. მაგრამ ერთ-ერთი წინააღმდეგი ვარ მე ქუთაისის, იმიტომ რომ პროექტს თუ აგვიშენებენ, ხო იცი? თუ ექსასწავლი მოხდა. ხო მაშინ იყოს, მაგრამ ქალაქში, მაგრამ ქალაქში მაშინ ლოკაცია უნდა იყოს ისეთი შერჩეული, სადაც საფარი დრიფტისთვის არის ერთ-ერთი უნიშნელოვანესი დეტალი რა. ანუ ყველაფერს განაპირობებს. ვაფშე რადიკალურად ცვლის მანქანას რა. ანუ წეხანაც ვამბობდი, რომ ისეთი რაღაცეები გამიკეთა მანქანამ, ვაფშე რო არ მოველოდი და იმენა ამოცანებით მომიწია ხოლმე შეარუმა რა. ანუ ეგეთ რაღაცები ჩემი აზრით შეიძლება ძალიან რთულია რა. ჩვენ ეხლა ერთხელ შეიძლება გაიარო, უჯერ გაიარო, მაგრამ სისტემატურად ხა ვარჯიშებზე იმაზე რო გიწევს, მანქანაც გეცვლება. საფაერო ცვლილება. მანქანასაც ვთქვათ, რომ აფუჭებ რა. აფუჭებ, რამდენმა გააფუჭა მაგის გამო მანქანა. ეგ იყო შენი ქუთაის ეტაპი, წამოვედი ჩაღუნული თავით იქიდან. ცოტა ხანი ჩაძინებული გამოისვენა, თუ დაისვენა კარგად. და უკვე ამ კაი გამოძინებულზე იმზადება უკვე ფოთის ეტაპისთვის რა. ფოთის ეტაპზე ფოთი მაინც ვიცი სამეგრელოა. სამეგრელო მიყვარს მაინც. ბიჭო, სამეგრელო მიყვარს, მაგრამ რას ნიშნავს? მაგრამ გამოყოფ მაინც ზუგდიდს და ზუგდიდზე რო გადავალთ, მაგას ზუგდიდი სამეგრელოს გულია და მაგით. ბიჭო, მარტო გული არა, ანუ რაღაც ისე არ გამიგოს, მაგრამ ზუგდიდში როცა ჩავდივართ, ზუგდიდის ეტაპი როცა არის, ანუ რადიკალურად იცვლება, რატომღაც მე არავის რაღაც ისე ხალხს და იმას არ ვეხები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ფაქტი ესეა და მე მგონი დამეთანხმები, რომ რადიკალურად ხალხის გამოხატულება, სიყვარული და სიფო სხვანაირად იგრძნობა რა. თუნდაც მაყურებელზეც ჩანს. ქუთაისელი კაცი ამბობს მაგას. ბიჭო, ანუ ეგრევე ჩანს რა გავაკეთე, ანუ მე და ქუთაისელი კაცი რო ამბობს და მით უმეტეს აფერისტობა რო არ ევასება მაგით. არა, ქუთაისი რო არ ამბობს და ზუგდიდზე ამბობს, ესე იგი. ანუ ეგრევე ჩანს, ახლა მე უფრო მეტი ყურადღება და ბიჭო, როგორ არის იცი? მე თვითონ ქუთაისშიც რო ვიყავი, კი, რა თქმა უნდა, ჩემი გულშემატკივარი ძალიან ბევრი ადამიანი იყო იქ, მაგრამ ანუ ზუგდიდში რო საერთოდ უცხო ჩავდივარ და იმაზე 10ჯერ და 100ჯერ მეტი ადამიანი მოდის ჩემთან, თუნდაც ელემენტარული ფოტოს გადასაღებად რაღაც და უხარია ხალხს რო იქ ჩადიხარ, ანუ შენთვისაც რაღაც უფრო სხვანაირად ჩანს, ხო? ეგ თავისთავად, ჩემთვის მაინც პრიორიტეტი არის გზა, იმიტომ რომ ზუგდიდში ანუ ეგ გზაზე არ გადავსულა, რა თქმა უნდა. ხო, იდეალური. ზუგდიდამდე მივალ და ზუგდიდზე ძალიან ბევრი არის მოსაყოლი, თუნდაც ელემენტარული ხალხიც ვთქვათ ელემენტარული და მთავარი ჩვენთვის მრბოლელისთვის რაც არის, ანუ საფარი. ყველაზე მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი ასფალტი ჭამოთ ჩვენ. ასფალტი არის ყველაზე მთავარი რა და ფოთის ეტაპი. ფოთის ეტაპი დაიწყო ეს. ეს ხო არის ჩვენ მე ხო და ჭუმბურიძეს მე დავარქვი ეს თავის ვიდეოების გადაღება და არა მოჭრია ვიდეოების გადაღება დაიწყო უთხარი GDS-ის მაია ხარმესკი მაია ასათიანი ხარმესკი რადიო და ხალხთან ატირებდა ეხა ჩემთანაც მომიონა ამატირა დაიწყო ესე რომ ფოთში ჩავედი ბოლო მანქანით ჩავედი ბოლო ფულით არა ფოთის ეტაპი როგორ იყო ისი აღაცა უერნივი წამოვიდი ფოთში წავედი როგორ იცი ეგ როგორ ანა იტირო საბურავები ხომ მოგფარეს საბურავი მოშიც მოგფარეს კი მე და კალანდიასაც მოგფარეს მანქანები საბურავი მომფარეს ხო მაგრამ საბურავები მომფარს კი რაღაცა მომფარეს ხო იტირეთ ხო მაგიტო კიდე ხო ეხლა რა აზრია ეჭმო იმენ საბურავი დავწე 6 საბურავი აიღო ვისაც უნდა ხო და ფოთში ჩავედი როგორ იცი ხო წავედი მე კალანდია კამა და ჩვენი გუნდი კაპელაკობა და ავიღეთ ბინა ახლოს რა არის მე ზემავწყდა ფოთიდან რო გადიხარ რა ადგილია ჰა არა რა შეკვეთილი მეორე შეკვეთილან ბიჭო, არა. გრიგოლეთი. გრიგოლეთი. ო. აი სანაპირო მალთაყვაში. ბიჭო, ჩავედი გრიგოლეთთან. ო, ო, იმაში. იდოქში ზღვაზე არ დავდივარ ხოლმე რა, აქ საქართველოში. და ვიღეთ, ვიღეთ. 2 წელი წავედი. 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 2
გადაინს საქართველოს ზღვაზე დავდივარ ეგეთ პუნქტი კი არა ანუ აჭარაში არ მივდივარ ხოლმე რა იქით რა ეგ აჭარა არ არის მაგრამ ნუ ზღვის ხარეთ მაინც აჭარას ვიძახი ხო და არ მივდივარ ხოლმე იმიტომ რომ რაღაცა ბავშვობაში სარფში დავდიოდი იქ სუფთა წყალი იყო ბათუმში და იმაში მახსოვს რომ აი სუფთა წყალი გრიგოლეთში და შეკვეთილში გრიგოლეთი ვაფშე არ ვიცი მე ჩემ ბავშვობაში შეკვეთილი იყო რომ შეკვეთილი ფოთი ისა გრიგოლეთიდან შეკვეთილამდე რამხელა არა რაც ვიცოდი მეთქი ანუ შეკვეთილი და კიდე მეორე რომელია ერთი მალთა ყავთქვი რა არა აი ეს კვარიათი არა კვარიათი იქით არის არ ვიცი ქვიშა სადაც არის რა ურეკი ხო რომ იქო ბავშვები ჩაყავთო ფეხებს უსწორებენო და რაღაცები ანუ ეგრე ვიცოდი ბავშვობაში ხები არ ვიყავი ნამყოფი ეხა გრიგოლეთში რო ჩავედი არ ვიცი აი ახაც აი რა იდეალური სანაპირო ადრე ჩავედით ანუ მეთქი ცოტა ხანი ზღვაზე გავერთოთ რაღაც აკლიმატიზაცია გავდო დილას ფეხები გაისწორო ხო დილას ადრე გავიღვიძე და ეს რაღაც მანქანა მოდიოდა და ეს სანაპირო გაასწორა ნაგავს აგროვებდნენ და აუ ისეთი მოწესრიგებული იყო მეთქი ნეტა შეჯიბრი გადაიდოს დასვენებმა გიგოს მაგრა დამევას სოჭი აუ შეცვლილია ჩავედით ადრე მაგრა დავისვენეთ მაგრა გავერთეთ და ნუ შეჯიბრი დღეს პროსტა ფოთში ყველაზე მაგარი სიცხე და ის ტემპერატურის აზომი ხო გვაქვს რადიატორს იმას კუბას უზომავს ხოლმე რამე არ გაგვიქცეს აი შევიდან რო მეშვენა მანქანაში რო გავჩერდი ვარჯიშებზე 70 გრადუსი იყო არ გამიგონია და შენ წარმოიდგინე გაჩერებულ მანქანაზე კაი რო გამოგეს მე იყო 70 გრადუსი და კომბინეზონი ისა და ესა და მე ერთადერთი ის მაგრამ სიცხეს საკაიფოდ ვიტანა მე ყველა ნაკლები პრობლემა მაგას მაგრამ ფოთში რაღაც მომენტში მეთქი რა ხდი გულმა მეთქი ხო და აქ ეხა მაიას ის გულზე რა გჭირდა ხო გულზე ის მქონდა ის მეკიდა რა ქვია იმას გიშერი არა გიშერი მართლა მეკიდა მართლა ხო გიშერი დავიკიდე მე ზმაო აუ ყველაფერი რომ ემართებოდა მეთქი გიშერი კოდუას მანქანაში ვიყავი ნოდარას მანქანაში ვიდეოში მე მართლა პოსტა ვიპოვე მეთქი გიშერი ხო და თან სამსონას მე დავდივარ გიშერი აუ გადაიჭერე სამსონას ბრალი არის ხო და ფოთში ხო ფოთში კაი შეჯიბრი გამოვიდა მთლიანობაში იმიტომ რომ მეორე ეტაპი მეორე კარ მესამე ეტაპი ცოტანი არ ვიყავით просто ფოთში დაემთხვა ის რომ ყველა დაიმტრა ვაფშე ვარჯიშებზე მე და კიდე ვიღაცა იყო არ მახსოვს ვინც არ დაიმტრა მე არ ვინ არ დამტრეული ხარ და მეტი არავინ შაკი არ დამტრეულა შაკი დაიმტრა არა მე დავეჯახე просто ოდნავ ისე არაფერი არ მოსვლია ვარჯიშებზე ხო ანუ მე გავტოტალდი მე და შაკი მივდიოდით ხო და დოლიძე კოდუა ყველა დამტრეული შემოდიოდა და მეთქი ვიხოცებით ვაფშე ბერულავა ვაფშე ყველა დაიმტრა კი ხო და მეთქი რავი იმენა კოშმარი იწება და რაღაცები მაგრამ ფოთში ხო წინა წელს მოგებული მქონდა კი და ეხაც მინდოდა თან თქო ის მე გამწარებული ვიყავი და ანუ ის მოგების ის მქონდა სული ჟინი აჰა ხო ფოთში რო დაიწყო თან ეგრევე ჩემ ძმას შევხვდი არა პირველი სურენას შევხვდი მე რე შევხვდი უკვე ხო და სურენას რო ხვდები ხო სურენას ახლა კარგად ვარ და მე და მეთქი ოღონდ სურენა არა რა და სურენას მე შევხვდი ხეროდინაშვილს შენ ძმას ო ჩემ ძმას და ხოიც ახლა შორს არ შევხონოს ახლოს მიტყვა ანუ ის კადრები შეიძლება რა უნდა ჩავსავოჭელი და ხეროდინაშვილს მოგების მერე რა ზაიზის მერე რა იყო რა კადრები იყო და რაღაც fuck Jay-Z ვა აი უსავენ ერთმანეს გამზადებული მქონდა ეგ სათუმღაც ანუ მაგ დღეს მაგრამ წინასწარ იცოდი რომ უეჭველი ხეროდინაშვილს უნდა შევხვდე ბიჭო როგორ იყო იცი სიმართლე გითხრა ხეროდინაშვილზე კი არ იყო მარტო აქცენტი ანუ მაგ დღეს სუ ჯეიზეტებს შევხვდი კალანდიას შევხვდი ორი ჯეიზეტი იყო კოდუას შევხვდი ორი ჯეიზეტი იყო და ხეროდინაშვილს შევხვდი ორი ჯეიზეტი იყო იმენა ორი ჯეიზეტებს ვებძოდი აქედან ერთი ელესი ერთი ელესი სამი ჯეიზეტის წინააღმდეგ ხო და სამივე დამარცხდა 6 Jay-Z დამარცხდა. ხო და ხეროდინაშვილს შევხვდი ლიდრანი ფიქრობ რომ ერთ-ერთი საუკეთესო ლიდრანი იყო ვაფშე GDS-ის ისტორიაში. მეც ამიტომ მეც უყურებდი მაგ იმას ბოდიში გაგაწყვეტიე. ანუ სადაც მაყურებლის ტრიბუნა ხო შეიძლება. ანუ ტრიბუნიდან უყურებდი მეც შენ გარგვენს
lead run-ზე რომ დაისტარტე, ალბათ რავი რაღაცა 100 მაგათ ის იყავი რა, გაბრაზებული იყავი თუ რა იყო, არ ვიცი, მაგრამ ანუ მოწყვეტის მერე, ანუ ყველასთვის რო ემოციური იყო, რომ მთელი ზონა, ანუ კედელზე გაიარა. ანუ ეხლა რაღაცების აღიარება ზოგადად რაღაცების არ არა, ყველას უნდა შეგვეძლოს რაღაცის თქმაც, აღიარებაც და დაფასებაც რა, ანუ ამას ეხლა წილს დაადებს უნდა ჩვენი ოპერატორი, მაგრამ დედის ნელი გარბენი იყო. ანუ ზეიდიალური, სადაც ემინა ყველა შოქში იყო რა, მაგარი გარბენი იყო ძალიან. ხო, ლიდრანზე. და ანუ ამ გარბენსაც სრულად ჩავსვა, იმიტომ რომ გარბენი იყო, ანუ უდაოდ 100-ხულიანი რა, უბრალოდ ვერანაირ შეცდომას ეხა ვერ უპოვიდი იმ გარბენს. რაღაც წვრილმანებზე არ წავალთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იყო 100-ხულიანი გარბენი რა. ველოდები დაიძნენ ირაკლი დაიძრა უკვე ბურნაუტით გამოდის. მოწყვეტა ხელის მუქრუჭით მაქსიმალურად აფრიალა ბანერები, ისეთი სიახლოვით გაიარა კედელთან. ფართო ტრაექტორიით, სტაბილური სიჩქარით, ზედმეტი შენელებების გარეშე და კისდევოლი თავიდან ბოლომდე კედელზე აქვს უკანა ბამპერი მიკრული და ალექსანდრე ხეოდინაშვილი ნახეთ როგორ ახლოს მიყვება ეს ნაგადაწყობა იყო ბოლო კედელ აი შიგინდანაც რო იგზნობ რო კაი გარბანი ხო მე მეგონა მანდ რომ მეთქი უეჭველი ანუ გაარტყა და всё ანუ იქ ანუ გატოტალებას მეგონა უკვე რა იმდენად მანქანით რომ მიდიოდა ანუ კედელთან გაიარე ანუ უკან ხო ყველა ფიბერის არის რა უკანა ნაწილი და მთლიანი მანქანაც აკეცილი იყო რა ისე მიდიოდი რომ მთელი წრე ეგრე შემოხაზა ხო მანდ ხო ჩავედი ისე ოლი არის ანუ ექშენი რა ნანდი სერიალი გამამართ სერიალი არ გამამართლა მაგრამ მე გამამართ ანუ ეგ კონტი იყო რა ხო და მე ნუ მე კალანდიას შევხვდი კალანდიას რო შევხვდი კალანდია კალანდიას ნუ ემტე მქონდა სხვათა შორის კალანდია ძალიან მაგრა გამომწვა კალანდიას მე მგონი რაღაც კალანდია და იმას კედელს დაეჯახა მე დამეჯახა და გადავრჩით ხო და მე ფინალში იყო გიორგი კოდუა ეგ ეტაპიც ისე საკაიფოდ ჩავამთავრე. და მესამეზე გავიდა შაკი, როგორც მესამე შაკი გავიდა. ხო და ანუ ეხა შაკზე მინდა რომ ვკითხო რა, როგორც ახალი მრბოლელი ჩვენთვის საქართველოს დრიფტის ჩემპიონატზე. ეხა ესე ზედაპირულად შეიძლება ნუ ისე არ გამოვიდეს, მაგრამ როგორ შევაფასო? ორი სიტყვით რა, რომ მაინტერესებს ანუ შენი წარმოსახვით როგორი ანუ ყველა კონკურენტია ვიცი და მეც ეგრე აღვიქვა ყველა. ყველა მის სტაზზე დგას ყველა შენი კონკურენტია. ყველა, უბრალოდ ანუ მისი სტილი თუნდაც მისი სიარული. გივის გარდა. აუ ეხა გივის ისე ვამწარე თუ გამოვიდა და გადამიტყვა. არა გივიზე ხუმრობ, თორე ისე სტარტზე ვინც დგას არა ეგრეა რა, უბრალოდ ჩვენ ანუ ეგრე არასო. ახალი ხო და უბრალოდ შენი შეხედულებით როგორც ანუ სპორტსმენი მისი სტილი, მისი სიარული რა. ანუ შაგზე ესე მათ შეიძლება მოკლედ ვთქვი და მოკლედ. ვეცდები რომ მოკლედ ვთქვი. და შაკი სანამ დაგაწყვეტებოდი ზუგდიდში ქონდათ რაღაც დაძაბული გარბენები რა ბოლოს. ხო, ზუგდიდზე გადავალთ. ზუგდიდში შევხვდი პირველად შაკის მეუნე და შენთან მინდაო სიარული. თან ინტერვიუში ვამბობდა რომ შენთან მინდაო სიარულიო. შაკის თემა ანუ შაკი ეხა გამოჩნდა GDS-ზე. მანამდე კინგზე დადიოდა, მაგრამ შაკი დადიოდა RDS. ანუ ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. და ტექნიკური გუნდი ის რუსეთში მიწყავდა, ანუ აზემოსული კომანდა არის და ბევრი აქვს გავლილი და ეგ ძალიან ბევრს ნიშნავს. ჯერ მარტო ის რომ ფსიქოლოგიური ბარიერი რაც მაგას გადალახული აქვს RDS-ზე იდგა როგორც ნოდარი კოდუა თვითმასწრაფის მე რო ჩამოვიდა GDS-ზე და უადვილდებოდა, ანუ ფსიქოლოგია ძალიან ბევრს ნიშნავს. მან ჭუმბურიძემ ყველაზე კარგად ის სიგარეტი რომ იწე ერთ ნაპაში მორჩება სტარტზე. ხო და შაქს დიდი გამოცდილება ჰქონდა რომ ჩამოვიდა მე შაქში რაც მომწონს არის დისციპლინებული ტიპი არის რომელიც ანუ თავის გუნდი ყავს რაღაცა ესე და დადის აი ეგეთი ტიპები უნდა იყვნენ ბევრი არეული კომანდა უნდა იყოს და ანუ ეგ ძალიან სიარულსაც შეეხება ანუ ძალიან მაგრა დადის და შეიძლება ვიღაცას გაუკვირდა, მაგრამ მე არ გამკვირვები, იმიტომ რომ მე მაგი მაინც ის გამოსილება რუსთავში არის 24 საათი ბოქსზე გაღებული ვარჯიშობს, RDS დადიოდა, მე კინგზე სადაც შეეძლო გამოდიოდა, აქაც და ანუ სულ ვითარდება. მანქანაც ისეთი ყავს, რომ ხელს უწყობს თავის მანქანა. ხო, სტაბილური მანქანა ყავს, ლისიჭკა თან წონაში ნაკლები არის და ჩვენ გზებზე უპირატესი არის. რაღაც მომენტში ხა ვიღაცას ისე როგორ არის, ჩემი მანქანა გარედან რაღაცა მაგარ ვიზუალზე როგორია, რომ არა, მაგარი მანქანაა ჩემი მანქანაც, მაგრამ ანუ ჩემი მანქანა მაგარი იქნება რომ დააყნე პოლუსლიკზე
და როიული პოლოსლიკით. მაგის მაქსიმუმ შესაძლებლობას გამოიყენებ. მაქსიმუმ შეიძლება. ეხა ჩემი მანქანა არის გადაჭარბებული ჩვენი გზებისთვის და ანუ მე იცი რა მახსოვს ისამ ნოდარ ამბობდა ხოლმე სუთავიდან რომ ჩემ მანქანით აქ მიჭირს ოსია რომ ზედმეტ მოგსაუბრო ზედმეტი ისო და ანუ ჩვენი გზებზე მორგებული მანქანა სხვა არის ჩვენი გზებზე მთავარი რომ წონაში იყოს დაბალი ცხენებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს იმიტომ რომ 400 ცხენი ახლა უნდა გქონდეს საბურავზე 400 ცხენი გვაქვს საბურავზე და დაბალი წონა ბევრად უპირატესი ხარ ვიდრე 98 თან ბაზა 98 ბაზა გზელი არის ახლა ფასზე ჩემი მანქანა ძალიან მაგარია. ოღონდ პოლოსლიკებზე რო დააყენებ. ბევრად ჩარიცა ხარ უკვე მაგას. ხო და მართვადი არის. მართვადია და ამ გზებისთვის და საბურავისთვის მაინც მძიმე არის. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ვიწვალე, ბევრი ვიჩაჭდა 1200 თუ 1250 კილოზე ჩამოვიყვანი. მაინც იმე ხა ბერზე გიორგი რო გამოდის და გრიგალა რო გამოდის 1040 კილო თუ 1000 კილო არის და 250 კილო ძალიან 200-250 კილო. ანუ 5 ტიპი 4 ტიპი რო გეждდეს, რა? 5 ტიპი და ეჟე რო გეждდეს, ეგ არის რა. ანუ აი მანქანა 1200 1200 თუ 1250 1200 იყო რა ვაწონე მაგრამ მე ახლა ბოლოს არ ამიწევ ანუ შენი შათვლისას ანუ ვინც არ იცის ზოგადად წონა ხომ მნიშვნელოვანი არის ზოგადად სპორტული მანქანისთვის და ამხელა ბაზისთვის 1250 კილოს უნდაც ანუ დიდი შედეგი ხო ანუ ახლა ისე რა გამოვიდეს შედეგი შენ მანქანა ძალიან მაგარი მანქანა ყავს მაგრამ მიყვარს არა უბრალოდ ჩვენ გზებისთვის მე ვამბობ რომ ზედმეტია და ანუ შეგიძლია რომ ბევრად ეკონომიურად და სხვა კუზაუზე ისეთი მანქანა აწყო, რომელიც რაღაცა, აი, მაგალითად ეკონომიური ნაკლებად არის ხა კალანდიას მანქანა, მაგრამ ბაზა, წონა და ყველაფერი კალანდიის მანქანა, კალანდია, ხო, გიგას მანქანაზე ხელს გიწყობს, რომ ანუ იდეალური იყოს. ჩემსაც მაგალითად ხა ჩემ მანქანაზე თქვი, რომ შემდეგ წელს თუ ვიარე GDS-ი E92 ჩემი მანქანით არ ვივიდე. განა იმიტომ რომ რაღაცა ისე. ეგ არ ვახსენე ხა და მაგაზე რა არის მე. ჩემ მანქანას უშლი და ვიწყებ Drift Masters-ისთვის მანქანის მომზადებას. რომ ანუ ბევრი რაღაცები შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ გარედან უყურებენ გონიათ, რომ ამას მეტი რაღა უნდა, ანუ ძალიან ბევრი რაღაცა უნდა. ახლა თანხობრივ ვარ რომ დავთვალე. ხო, ანუ ნიუანსი არის გასათვალისწინებელი რაც ჭირდება მანქანას. ხო, ანუ ევროპაში რო წახვიდეთ და კონკურენტუნარიანი იყო და სამოგზაუროთ არ წახვიდე. ჩახვიდე ქვეყანა. როგორც თქვენ ჩახვიდით, ეგრე არა. რო წახვიდე შეჯიბრზე, ანუ მანქანა ხელს უნდა გიწყობდეს, იმიტომ რომ იქ ტიპები დადიან, რომელიც 10 წერა, 15 წერა დადიან და კაკ მინიმუმ იმისნაირი მანქანა მაინც უნდა გყავდეს მიახლოებული, რომ პრეტენზია ქონდეს, რომ მოუღო. კი. ტურისტული ვიზა მაქვს. მე შუაზებს გეტყვი თუ გინდა რა ხო და ესაც შეხება ჩემ 95-ზე ანუ დავშლი და 95 არ ვიდე. და ეხლა რაღაც შენ თვითონ დაიწყე მაგაზე ლაპარაკი. ნუ გავაგზავნებთ ზუგდიდზე რა მოხდა და როგორ მოხდა, მაგრამ არ გამოხვიდე შეიძლება შენი 92-ით. ჩემი 92 100%-იანი არ ვივლი. მაგრამ თუ საქართველოს ჩემპიონატი იარე და თუ საქართველოს ბევრი ადამიანი გიყურებს ვიცი და რა სიახლე იქნება, ანუ ჩვენი რა გაიგოს. საქართველოს ჩემპიონატი თუ იარე, ჯერ არ ვიცი, მაგრამ რამე მანქანას მოვიფიქრებთ, თუ მოასწარი აწყობა ისე რომ საქართველოს რაღაცა ესეთ მანქანას აღარ ავაწყობ, რაღაცა სამოყვარულო მანქანას ავაწყობ ისეთ. ანუ სამოყვარულო რა უნდა იყოს საქართველოსის კონკურენტუნარიანი მანქანა. საქართველოს კონკურენტუნარიანი, ხა ვიღაცა ფიქრობდა ჩემ მანქანაზე, რომ ამას ისეთი მანქანა ყავს აზრი არ აქვს. ეგეთი მანქანას არ ავაწყობ, რაღაც ისეთ მანქანას ავაწყობ, რაც რა ვიცი, ანუ მე გამისწორდება რომ ვიარო, არ ვიცი ჯერ, მაგრამ E92-ით რო არ ვივლი, ეგ 100%-იანი არის. მაგრამ ისიც გადაწყვეტილი არ გაქვს 100%-ით ივლი. ანუ ივლი თუ არა? ივლი თუ არა, მანქანა თუ მეყოლება 100%-იანი ვივლი, ხა დრიფტი იყოს და მანქანა ყავდეს და არ ვიარო, გამორიცხულია მანქანა. ნუ თავარი პრობლემა მანქანაა. მანქანა წელსაც ეგრე იყო გეგმაში, რომ მანქანა უნდა მომემზადებინა, რომ ამ წლის ბოლომდე გავსულიყავი ფინიში, რომ Drift Masters-ისთვის მანქანა გამზადებულა. მაგრამ მე რო დადიხარ ამ ეტაპებს, მე ვეღარ ვცვლი, აი რაღაცა მორგრიფები მომცა კალანდიამ უნდა დამეყენა. აუ მოდი არა რა ეხა გადაკეთებად რაღაცა. მე ვინთერსი რო დავაყენოთ, აუ ეხა კიდე რაღაცა აირევა და ანუ მინუჟაში მთელი წელი მანქანას ხელს ვერ კიდებ რა და ეხა დავშლი რომ მანქანას არ გავდის, რომ არ მოდი ვიარო არ იყოს და თუ ავაწყე სხვა მანქანა მაგით ვიდე. გადმოვინაცვლეთ ეხა სადაც პროექტები მზადდება GM Tuning-ში და მოკლედ გავივლით რა ეხა დეტალებს რა პროექტები არის ამჟამად GM Tuning-ში, რას აკეთებენ. ნუ შალიკა დეტალურად აგვიხსნის ამ პროცესს რა. და რაღაც საინტერესო მანქანებიც ჩანს აქ.
ნახავთ. ერთ-ერთი მანქანა რომელიც მე მომწონს ეხლა მე ვუნებოდი მინი კუპერი რა, მაიცი შალკას პატარა მანქანა რომელიც ეგ ყველას ჰალკის მანქანა გონია. რატო არაჩუქებთ და ეტევა შალკი ძანის ეზის. ეს არის მეორე სართული GM-ის, სადაც ხარი რა ხდება აქ? აქ არის პროექტის რატო არის ამდენი მანქანა? აქ არის ხოლმე პროექტის დასრულება. ძირითადად პროექტები ხარ დრიფტ კარები და ესეთი რაღაცა დრაგის მანქანები, ან ესეთი რაღაცები ასე წება ძველი მანქანები, ქვემოთ არის და მე ამოდის ხოლმე და ზემოთ უკეთდება ფინიში. ახლა ეს კობრა ვითომ ფინიშისკენ გავიყვანეთ, რომ გვერდზე რაღაც გულში ტელები რაღაცები დავუყენეთ, მაგრამ ახლა ამის პატრონმა გადაწყვიტა, რომ LS-ი, ხო, აქ ჩვენ ახლა ყველა რაზრავია LS-ი. ხო და ესაც ახლა ამოვიდა, მაგრამ ახლა ისე უკან ბრუნდება LS-ი და რაღაცები. LS-ი უნდა ჩაიდოს ესე. ხო, ნუ ჯერ გეგმაში ეგრე არის, არ ვიცი. ეს ისა ბუმის მანქანა არის. ბუმის მანქანა. ბუმ არა ბუმ. ანუ აქ არის ძირითადად აი ხა მეორე სართულზე არის რაღაც ფილის გადაკვრა, რაღაც სამის გადაკეთება რა, სილამაზის რაღაც მანქანა. ასე ეს ლაგჟერი ტიუნინგი არის რა. შეიძლება პირველ სართულზე არ მოხდე და ეგრევე აქ მოხდე, რომ ფილი გადააკრა, მანქანა გააღამოს რაღაცები დაუმატო ბოდიკიტები რაღაცები და ქვემოთ უფრო აი ესეთი ძიმეს სამუშაოები რა, გაბელიას ტერიტორია, ქვემოთ გაბელია და კობას ტერიტორია რა. სვარკა რამე იქით გადაადუღე, გადმოადუღე. ეხლა ძირითადად წამოვიდა ძველი მანქანები. ძველი მანქანების ის ხო გააკეთეს ეს გაფორმების ხო და ეხლა ყველას ჩამოყავს ძველი მანქანა. იქ იყიდიან $3,000 და მე რა ვქნათ $5,000 $100,000 მანქანა გააკეთე. ეგრე არ ხდება. ჯობია ეგრე $100,000 გადაიხადო, თორე ხო, ანუ საპროექტო მანქანა ყველამ იცის, რომ ძალიან ძველი რესტავრაცია ძალიან ძველი ჯდება, იმიტომ რომ ძალიან დიდი დრო უნდა და ეხლა GM-ში ბევრი არ ვარ, 20 კაცი ვარ და ყველამ რომ მანქანა ერთ მანქანაზე იმუშაოს სიტყვაზე ერთ თვეში გავუშვათ, სასწაული დრო უნდა. ჩემი მანქანა უკეთება ხოლმე მუშაობ, ყველამ რომ გვიღიდ ჩვენი მანქანა. ის მანქანაზე ეგრე არ შეიძლება. აი, ჰალკის მანქანაა ეს, ნახე. ეს? ეს პოლირება. ნომერიც, ნახე. პოლირება კერამიკაზეა. ეხლა წასული, ეხლა მოიგო კაკრას ეს ვიდეო როდის დაიდება, არ ვიცი, მაგრამ ჰალკს გამარჯვება, ისე ჩემპიონი გახდა, ხო, როგორც ჩემპიონი სულ იყო. არა, ვიცი რომ იყო, მაგრამ უკვე ანუ ისევე გამეორა იყო. კი, ეგ სანამ ცოცხალი იქნება გამეორა. ძალიან კაი. ჩვენ სავით არა იმაზე. ხანის რო გალატობს ტექნიკა, ხან მაგას არაფერი არ გალატობს. ბედი რომ მიგატოვებს ხანდახან. ბედმას რომ მიატოვოს კიდია. ისეთი ძალის პატრონია. აი ისა, დრიფტ კარი ცნობილი. ეს ყველას გონია ის, რა ქვია. აბა რომელი? რუსთა იმაში რო გამოვიდი, ქუთაისში რო გამოვიდი. მე ვიცი, სადაც გამოხვედი ვთქვა. ეგ არ არის. ეს არის სხვა. არ არის ის მანქანა? არა, ის მანქანა გადავაგდეთ, იმიტომ რომ იქ რო დავდიოდი, დუგა ხო არის და ეს წინა სტოიკა ხო არის და რო დავდიოდი, ეს წინა სტოიკა და დუგა ერთმანეთს თამაშობდა და რო ჩამოვიდი, გადავაგდეთ და ანუ ეს ახალი ხუზაო ახლიდან ავაწყე. ანუ იდენტური არის ფაქტიურად, ხო, რაღაც ვიზუალით, რა. ვიზუალი იდენტური არის, იგივე უნდა და. ანუ ფერშიდაც იგივეა, როგორც მახსოვს, რაც იყო. კი, და ეხლა მე კიდე მესამე მანქანას უწყობთ ამის პატრონს და ზუსტად იგივეს ვაწყობთ. ანუ ზაპასი მანქანა რო ყავდეს, ზაპასი მანქანა მე რომ ყავდეს, მეგონი მაგისთვის აწყობს, თუმცა არ დაგისა მე. შენ გამოიყენე ისე და ქუთაისში. ო, ეხლა JZ-იანი გიჟივით. ეხა ეს M4-ის პატრონი როგორ ფიქრობ, მაგრამ ისა JZ-ზე მეფიქრება სხვათა შორის უკვე დიდი ხანი. M4 არის. ო, ისე არ არის, გამორიცხული JZ. ხო, მაგრამ არის ეხა დეტალებში არ ჩვენ დავწრულმანდები ყოველ შემთხვევაში. მეც ვიცი რა განსხვავება JZ-სა და M4 შორის და ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში 2025 სეზონზე შეიძლება ჩვენი მანქანაში იყოს 2 JZ. ვა, ეგეც საინტერესო იქნება ჩემი აზრით. ძალიან კაი. ძავს ვაღიარებ JZ და LS. თუნდაც მაგაზე მე პოდკასტში ვილაპარაკოთ, რომ JZ და LS-ის გარდა დრიფტში არც ერთ ძავს არ ვაღიარებ. ეგ არის, ეხლა მეც ან ხომ აქვს M4, მაგრამ ეგ არის ერთ-ერთი ალტერნატივა, უბრალოდ მე ეგრე ვფიქრობ რა. ჩვენ ანუ შეიძლება რაღაც ისე გამომდის, მაგრამ ჩვენი ქვეყნის თუ რაღაც სიტუაციიდან გამომდინარე, რაც მარტივად საპოვნელი იყოს, შეიძლება M4 მე რაც მიდევს, შევადაროთ JZ-ს. არა, ნახე ხა. M4 მეც ხო თქვი რომ ღარიბები JZ-ი. ეგ იყო. ეხა ამათმა ისე დღეში ჩააგდეს ეგ M4-ის ძრავები და ისე დეფიციტია, რომ იგივე გიждდება, რომ JZ-ი აწყო. ბიჭო, მაინც არის სხვაობა, არა, ეგრეც არ არის რა. ეხა შორს აღარ არის. ადრე JZ-ი გიждდებოდა $10,000 და ეს გიждდებოდა $3,000 და
ეხა ამაზე მაინც იდეალური MS4 რო ააწყო, ანუ თქვათ აი 1000 ცხენი რო გქონდეს, ანუ 1000 ცხენი რომელი MS4-ზე გინახია რომ დადის და არ ფუჭდება. რაკერასი. რაკერასი ვიცი რომ დრაგ სიტყვის ეხა და ხო, რაღაც 1400 ცხენია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ანუ ჩემ ძრავს სტაბილურად პრობლემების გარეშე რო ვთქვათ 620 ცხენი მქონდა 2020 წელს. MS4 პრობლემური არის ეხა რაკერას გამართული რო დრაგზე რაკერასაც რო კითხო დრაგზე გამართული ძრავი სხვა არის და დრივზე სხვა არის რაკერას ძრავი ზუგდიდისთვის ჩადეს რაკერა მიცა ძრავი იმათ კოდოებს და ეგ კიდე გაფუშტა იქ და რა ვიცი დრამდე ვერ გამართეს რაღაც წვრილმანი ეხა რაღაც ისე რო არ გამოვიდეს რა წვრილმანი პრობლემები რა თქმა უნდა ძრავზე მქონდა მეც ამ პრობლემებს სავს ვართვევდით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში წვრილმანს დავარქვევ, იმიტომ რომ შენც იცი ახლა რომ რაღაცა რო გაგიფუშტეს შეჯიბრის წინა პერიოდში როგორც იქნება, რამდენი შრომა და წვალება ჭირდება ამ ყველაფერს, მაგრამ მაინც თავს არ ზოგავდით და შეჯიბრზე ყოველთვის ვიყავით. რო არა, ბეც არ მივეტოვებია ფოჩი და ზუგდიდში. ფასას ვივლით. არა, ჯეიზეთი ერთი. ეს კორვეტი არის C3 რა და პირველი კორვეტი რო ჩამოიყვანეს ის მანქანა ვიყიდე, მე სანამ ეს კანონი შემოვიდოდა. აი ეს. ანუ შენი მანქანა? არა, ესაა ჩემი მანქანა, ეს არა მანქანა. ხო და მაშინ რო ვიყიდე მეთქი მარტო მეყავს მე ეს კანონი რო შემოვიდა და ყველა მეორეს ყავს ეს C3. ვიცი, მეც ნაყიდი მყავს ერთი ადამიანისთვის. ხო, აჰა, აი ხო. ეხა იაფიჯდება, მაგრამ ამის გაკეთება და იმ დონემდე მიყვანა ეს მანქანა როგორიც უნდა იყოს ძალიან ძვირი ჩდება. იდეალურობა უნდა და ქარხანული. ხო, ნუ ეხა ესეთი მანქანა რო ყავს იდეალური უნდა იყოს, რომ ამას სამთვეში ერთხელ დაქოქავ და გინდა რომ გაიზევო გავისებო. ესაც შენი მანქანასავე თუ ყოველ წამს გავხდით და მოყვა. აზრი აღარ. შენი მანქანა დააჯო. ეგრე რა, შენახარე ხა აგ და შენს ვასმოთ. მე მტკისკა. კიდე ვისი ფუჭდება ხოლმე მანქანა არ მახსენდება. ბეჭო. მაინც ეხა მაგას მე ჩავრთავ, მაინც კაი რაღაცები გამახსენე ხა მაგას. ერთ-ერთი შენი კონკურენტი არის გივი, ხო? გივი არის ჩემი კონკურენტი. გივი და ხერო. ეს რაღაც სხვა რაღაცას უყურებს. გივი და ხერო. მაგრამ ვის უფუჭდება რაღაც ფასზე, მახსოვს რაღაც პრობლემები შეიქმნა და გივის მანქანა, როგორც ვიდეოში ვნახე, არის კავკასიაში საუკეთესო ძრისკა. ხო და არ ვიცი, მე მგონი გივის მანქანა არის ვიდეოში ვნახე, ეგეთი წარწერა, რომ კავკასიაში საუკეთესო ძრისკა არის. ხო და ჩემი ძმაკაცებს ეტოს ხოთა შორის. რა? ჩემი ბრატებს რა იცი, ყაზახები არიან. არა, მე გივის ვიდეო ვნახე, იმენა რომ საუკეთესო ძრისკა არის. ჩემთვის საუკეთესო ძრისკარი არის მანქანა რომ დადის. მანქანა რომ დადის, ეგ არის ძრისკა. იმაში რა დევს? უკვე მეორე ხარისხოვანია, უნდა დადიოდეს. ანუ განსხვავება, ჩემი მანქანა დადიოდა. ხო და გივი რატო არის? ანუ შეჯიბზედაც და მე ბძოლები მაგრამ იმას თავისთავთან აქვს ბძოლები. ხო? რავია, ჩემთან არაფერი გამოდის. რამდენია უკვე ანგარიში რაღაც გქონდათ, ხო? სუხოი 7-1 და ვეუბნები თუ შემდეგ წელს მოვა, შემიძლია რომ 0-დან დავიწყო. რა, იმდენი მოუგე, მე მგონი აღარ აპირებს, როგორც იცი გამოს. ხო და თუ მოვა 0-დან შემიძლია რომ დავიწყო რა. ანუ კიდე აძლევს შანსს რომ თავიდან დაიწყოს? ხო, აბა მინდა რომ სულ იქ იყოს და თბილად იყოს. არ გადაახვიოთ ვიდეო და არხის გამოწერა რა თქმა უნდა არ დაგავიწყეთ. შალკას არხიც აღწერაში იქნება და შალკას არხის გამოწერაც არ დაგავიწყეთ. ზუგდიდის ეტაპი რა, უკვე მემზადებით ყველა ზუგდიდისთვის და თან ისეთი ეტაპია რომ ყველას გვიყვარს იმენა ზუგდიდის ეტაპი რა. ყველაზე მთავარი რაც არის მნიშვნელოვანი გზის საფარი, ვიცით რაც არის იქ. გარემო რაც ყველასთვის მოქმედებს რა, მრბოლელისთვის, ან ვინც არ უნდა იყოს, ან მაყურებლის სიტუაციაც, ერთ-ერთი პრიორიტეტი არის რა. და მოკლედ ჩავედით უკვე ზუგდიდში და იწყება ცხელი 2 დღე. აი ზუგდიდის თემა როგორ არის ის ხო ყველას ჩემპიონობა უნდა ეგრე იწყება. მაგრამ აი ჩემპიონობაზე შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს ზუგდიდის ეტაპის მოგება იმდე ხო ეგრე არის. ან ზუგდიდის ეტაპის მოგება ყველას უნდა რა. მე ხო თქვი გას რომ ზუგდიდი ჩვენი მონაკოა რა, რაღაცა ისეთია. ხო ზუგდიდის ეტაპზე ისეთი ვიყავი. ხნეთ ჩავედი. მომზადებულები ვიყავით. ზუგდიდზე უბრალოდ ცუდი ის იყო რომ 9 ვიყავით სტარტზე? არა 11 ვიყავით 12. ხო, ცოტანი ვიყავით. ანუ მაგან გატეხა ერთი. ყოველ შემთხვევაში დასათვლელი იყო იმდენი რომ ბევრი არ ვიყავით. ხო, ვიღაცამ გითხრა, გამომა დაგთვალოთ, ხო? ხო და ზუგდიდის ეტაპი ისეთი მნიშვნელოვანი ეტაპია რა. სიმართლე გითხრა, დიდად ფინალამდე
არ მახსოვს ზუგდიდის ეტაპი. ფინალი იყო ჩემთვის ისეთი. ხო. თავში ხედავ არ ახსოვს ვისთან იარე. არა, ზუგდიდში ცოტანი ვიყავით და მაგიტო თორე არა, გრიგალასთან ვიარე. ანუ ეხლა ერთი წელი გავიდა და რო ანუ არა, გრიგალასთან ვიარე და მაგარიზაეძი მქონდა გრიგალასთან. აზერთან ვიარე, მაგარიზაეძი არ მქონია აზერთან. ის რო იყო ჩამოსული. აუ არა და რა გამეტად ეს ბოდიში მოუხადე. აზერბაიჯანის ფედერაციამ არ ვიცი რატომღაც საბუთი არ მიცა, ამათ არ გამოუშვა ეს აზერები და ეს ტიპი ფრენაც არ იყო თურქეთში. შავი 30-ით რო იყო, ხო? ორი ჯეიზით. ფავრიზ აზიზოვი. ფავრიზ აზიზოვი. უნდაერიოს. ხო, თურქეთში გაფრენდა. თურქეთიდან ავტობუსით ჩამოვიდა, მარტო იყო, ტექნიჩკა არ ყავდა, მთელი ღამე მანქანას აკეთებდა და მე ეგრევე შევხვდით მე და ეგ და რომ მოვიგე უთხარი მეთქი იზვენი მეთქი. რა მე მაგრა გამიტო მაგარი ნაცვალები ქონდა და ჩვენ იმასთან შედარებით მე ბევრად ადვილი გზა მქონდა გავლილი რა, რომ თუდი ჩასულიყავი და ასე რომ მახსოვს ხომ თად ეგრე არ ყოფილა. მაგრამ ნახევარ ფინალში შევხვდი კალანდიას და კალანდია გაფუჭებდა. ჰა? ნახევარ ფინალში შევხვდი კალანდიას და კალანდია ვერ გამოვიდა სტარტზე, იმიტომ რომ მანამდე დაეჯახა, სალია დაეჯახა და მანქანას აკეთებდნენ. კალანდია მაგითი გამოითიშა შეჯი? არ გამოითიშა, აკეთებდნენ და ვერ მოასწრეს ჩემთან გაკეთება და მესამეზე იბრძოლა და მე მესამეზე დოლიძე ვერ გამოვიდა, იმიტომ რომ შაქთან დოლიძე დაიმტრა თუ რაღაც ყუმბარა გაუტა. იოქ მაგარი გაზაზე იყო. აჯაფსანდალი იყო, არეული იყო. და ფინალი იყო შაქთან. სადაც მაგარი გარბენები ქონდა მე და შაქ. და როგორც მახსოვს one more time-ის იყო, ხო? one more time იყო, მაგრამ ეხა იქ ვიტყვი რომ მაგ one more time-ს არ ვეთანხმები მე. რატო? მაგრამ ჩაისმება ეგ კადრებიც? ხო, არა, აციაში იყო უკეთესი. ძალიან იშვიათად უნახავთ შალიკაშვილს მეორე ადგილიდან სტარტს. დავიძარით, ფინალი დაიწყო შაკი შალიკაშვილის წინააღმდეგ. სინქრონი ოდნავ ნაკლები იყო, თუმცა როგორ ახლოს მიყვება დააკვირდით შალიკაშვილი გადაწყობა მესამე ზონაზე. ამოსუთვის საშუალება არ აქვს. შაკს ამონახოთ კონტაქტი იქნება თუ არა ჯერჯერობით არის ადგილი შაკს და შალიკაშვილს შორის. თუმცა ეს ადგილი არის მინიმუმი. გავდივართ უკვე ბოლო მონაკვეთისკენ ტრასაზე. ყინვალე გადაწყობა შეხების გარეშე. ინერკლიპი რომელსაც გადის შაკი. ყინვალეთ მიყვება მას შალიკაშვილი. ბოლო ზონა არის. იმიტომ რომ მე მგონია რომ ხო იცი არასდროს არ მithქვია ანუ ესე სახალხოთ რომ არა მე მოვიგენ ჟიგურისთან არასდროს არ მისურვა და არც მაგ დროს მისვა მეთქი მაშინაც თქვი რომ მეთქი ჟიგური როგორც გადაწყვეტს ეგრე იყოს და მოგწეს one more time რაზეც იცი რას ვცდილობ ხოლმე ანუ ზაესდი რომ მორჩება შენ შიგინა ხო იცი რომ მოიგე თუ წააგე ნუ მაგას და ერთხელ გავმაზე ეგ შარშან იყო ხეროდნეშვილთან ფოთში მომწეს OMT იმიტომ რომ პირველი დღე იყო და ლაივის კამერები არ ეყენა და ხეროდნეშვილი ბეტონს დაეჯახა გასწორდა და ახლიდან ჩადგა და რომ დავაფინიშე თან ბორონდე არ დავაფინიშე ეგეც აღნიშნე ხო ხო და ეგ აღნიშნოთ უბრალოდ რომ ეგეთი სიტუაცია ხო ანუ რისი თქვა მინდა რა რომ ანუ შინან ვიცოდი რომ 0 ქონდა უეჭველი. მე რა ვიცოდი რომ ჟიუნი ვერ დაინახა ეგ, იმიტომ რომ პროსტა კამერები არ იდგა და ეგეთი რაღაც მილიონში ერთხელ ხდება ხოლმე რომ კამერები არ იდგა იმ დღეს. და რომ დავაფინიშეთ 100%-ად მეკონა რომ მოგებული მქონდა. სინამდვილეში ისე მოხდა რომ თურმე ჟიურის ის ვაფშე ვერ დაუნახია და ახლა მე არ დავაფინიშე, ორი ჟიური აზრევდა ხეროდინაშვილს ბოლოს რო გავარკვიე და ჰაიკომ თქვა რომ შალიკაშვილმა რახან არ დააფინიშაო, ესე იგივე რაღაცა მოხდაო და ჩვენო გავმაზეთო. იმიტომ რომ ის კუთხე არ ჩანდა არც ჟიურის მხრიდან, არც იმის მხრიდან და მოდიო OMT მივცეთო. რომელიც 100%-იანი მოგებული მქონდა, რომ გადამოვედი, მეგონა რომ 100%-იანი მოიგე, ხო. და OMT რომ მოგწე, მე OMT მოვიგე, მაგრამ მთლიანობაში მოგებულად რო თვლი თავს და მე OMT-ს რო გაზრდა გადაწყობა, რომ თითქოს რაღაც ხო იცი, მოგებულს თქო შენია უკვე და წამართვეს. თემა იყო და ანუ მაგის მე თქვი რომ მეთქი სანამ ჟიური არ გამოვაცხადებს იქამდე
ანუ შენ არ მიიღო გადაწყვეტილება, მიუხედავად იცი არის ახლა ვიღაცა თუ დაინტერა და დაჭაგზაზე არ იმას რა. მაგას უჭილი იცი ხო, იმიტომ რომ მე მაგრა გიჭირს რა, გადაწყვეტილება. მანდაზო დავაფინიშეთ სპოტერი, გიკომ ყავს სპოტერი. გიკომ მითხრა მოიგეო, მაგრამ დაველოდოთო, ჯერო შეიძლება ჟიურიო გამოყო და OMT-ო მოგცეთო. აი ესე სიტყვით ყურში მითხრა. და მეც მაგიმაზე ვიყავი რომ მეთქი შინაგანად ხო ხდებიან თავი ემოცია და ხარჯო ხო ემოცია იმიტომ რომ მე ფსიქოლოგიურად მოქმედებს ეგ ხო და მაგან რაღაც ვარიანტში მიშვენა იმიტომ რომ OMT მოგცეს ანუ ეხაც რო უყურებ ზაიზდებს მე ვფიქრობ 100%-იანი მოვიგე მაგრამ ნუ არა უშავს ვიღაცისთვის აი რა იყო იცი ერთი გადაწყობა იქიდან რომ მოდიოდით უკვე უკან გზაზე რომ მოდიხარ ანუ ძალიან მაგარი გადაწყობა ქონდა შაქს და ანუ ჟიურიში ეგ შეიძლება იმდენად იმოქმედა მაგან რომ მოდი OMT მივიჭრა მანთიანობაში რა ვიცი ჩემი აზრი არის ახლა მეიქეს რომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღოს მაგრამ ну მაინც თვლი რომ შენი გარბენიდან გამომდინარე მაგით ვკითხე რა ხო ანუ მე რომ ჟიურიში ყოფილიყავი მიცემდი მოგებას შალიკაშვილს 100% OMT-ზე არ გავშვი მეორე კიდე რა იყო მანდ მაგ დღეს ბევრი ზაზდები არ იყო და ანუ ისინდენად კაი გავლა ქონდა რომ ტიპეს უნდოდა რომ ესე მალე არ მოჩენილიყო მაგრამ მაგ შემთხვევაში ხო ვიჩაგრები მე თუ მოვიგე მინდოს ხო შეიძლება რაღაც შეცდომა შეიძლება დაუშვან რაღაცა მოხდეს ანუ რაღაც ყველაფერი ანუ შესაძლოა რაღაც შეიძლება მოხდეს რა და ეგ ყველაფერი შენი მოგებული გარბენი რაღაცა სისურლელემ გადაწონოს რა და ხო და ნუ ეგეც ხდება ხოლმე და ნუ ეგ ავავშე რა პრობლემა მეორეზე გავედი თუ მეს მაგას თუ მომგები ხარ რამდენჯერად ადგილი უნდა მოიგო. მეორეჯერ გავედი მოვიგე. ისე უნდა მოიგო, რომ კითხვის ნიშანი არ უნდა დასვა. ხო, ნუ მაგრამ ეგ კიდე რთულია, ანუ ჟიურის იმიტომ ვითხოვთ ჩვენ რომ ევროპიდან იყოს და მაგარი იყოს, რომ ანუ ყველასთან ეგრე ვერ მოიგებ, რომ 100%-იანი всё, ამან მოიგო. ანუ მაგრამ ჯამოთ ხო, ნიუანსები არის, რომ ჟიურიმ რაღაცა ესე რომ ჩაღრმავებოდნენ ეს წერტილებით, მე მოვიგე, მაგრამ არ წუწუნები ანუ მოიგე და აი რო წამეგო მე ვისა მე შეიძლება მეწუნა არა ნუ ახლა თანხდები ეგრე ანუ მე იმაში იყო რომ მე OMT-ზე ისე დამარტყა ანუ გადაწყობაზე კაგრას იმ გადაწყობაზე ჩამომრჩა მე ზონაში ჩავჯექი და მე მან დამეჯახა და მე ცხოში დამეჯახა ბეტონს დავეჯახი მე წინ გამოვარდი და მე ნუ 100%-იანი მოგება იყო მე OMT-ს ვეღარ მოგცემდა ხო ეგ ზუგდიდიც მოგები დავამთავრე რა ნახე რა კარგად მივდივარ ჯერჯერობით კარგად სამაკაზე დავждები მაგაზე მივა ნუ მეოთხე ეტაპიც ესე მორჩა რომ მოიგე რა და ფაქტიურად გადაწონა ამ ყველაფერმა უკვე სტატუსი იმის რომ ჩემპიონი გახდი რა ფაქტიურად რაღაც ანუ ელემენტარული გაშორებს იმას რომ ოფიციალურად 2024 წლის ჩემპიონი ხარ ხო ანუ დიდი ნაბიჯი გადავდგი იმისთვის ანუ დიქულებით იყო 70-80 კილო იყო ხო მაგიტომ ხო რაღაც ელემენტარული გაშორებს იმას რომ საქართველოს ჩემპიონი გახდე ოფიციალურად რა ანუ სამაკადის მე წავქცეულიყავი რომ წამეგო რა ხელი ამის უნდა მოგეტეხა ხო რა ხელი ამის უნდა მომეტეხა რა აი მაგას ახლა ვიტყვი იმიტომ რომ მეხუთე ეტაპი ფასტი იყო რუსთავის ავტოდრომზე წინა დღეს კატაობდა ჩვენი ძმა არა წინაზე 3 წლის ადრე იყო და ჩავედი სავარჯიშოთ რომ მეთქი ბოლო დღეებში მომემზადებით ხო და ვაფშე რა მინდოდა ეხაც რა მოხდა ანუ ჯეიჰუნა იყო აზერი დეფტერორი იყო ჩამოსული და მაგან თქვა რომ გზაო არ ვიცო ტრეკზეო შიგნით ტრეკზეო პირველად ვარო არ ვიციო და შევყევი მეც აქეთ ვიტეხი მოწყდასთან რომ მოწყდა გზას გასტა და ქვემოთ ჩავიდა ტრექსი და აქეთ ბიჭები იყვნენ ელოდებოდნენ რომ ის ქვემოთ რო ჩავიდა ყველა შეგვეშინა რომ უკანა რა მოტრიალებული იყო იმიტომ რომ გზა არ იცოდა და ჩავედი სამაკადით რა მინდოდა და რო ჩავედი სამაკადით ქვემოთ ესებში დგას თავისთვის მივდივარ ეს სამაკადით 40-ით და ხელს უქნევ რომ მარჯვენა ხელს უქნევდი რომ მეთქი აქეთ წამოდი მეთქი და მაგას დავაჭირე ოდნავ ტორმოს და ტორმოს ხო არა ოდნავ დავაჭირე და ეს მეორე ხელი რომ მეკიდა ინერციით წამიღო წინ და კიდე უფრო მივაჭრა და წავედი სალტოებით და გავითიშე სხვათა შორის სიმონას აქ მაგის კადრო ო მაგრა წავიქეთ სასტრაფო იყო მოსული და მთელი ეგ მართლა სურათები მაგ და იქ ტრეკზე რო ვდივარ სიმონამ ჩამიარა გვერდზე და მე მოგივიდა ო მაგრა წავიქეთ რატომ მის მახსოვს ხელი დალურჯებული ქონდა და რაღაც ხელი ნაღრძობი მქონდა ოღონდ ნეტა მოტეხილი ყოფილიყო მეთხრე საერთოდ ისე მქონდა ნაღრძობი ანუ აქაც იყო და აქაც იყო
ნემსები, გამაყუჩებლები, რომ პროსტა ტკივილი თუ რა ხარ საშუალო რომ მოძრავი ესე. ანუ ყველაზე მთავარი ხა იწყება რა ანუ რატომ მოვაყოლეთ ეგ ამბავი რა. კვალიფიკაცია გაიარე. კვალიფიკაცია გავიდა ერთი ხელით. ხო, და ანუ ფაქტიურად უკვე საქართველოს ჩემპიონი ხარ რა 2020. ფაქტიურად არა, უკვე ოფიციალურად გავხდი ტოპ ჩემპიონი ხარ რა. ანუ ტოპ-რიდან იწყებოდა ისედაც შეჯიბდა. ხო. და ანუ ჩათვალე უბრალოდ მუღამის გამო აგზელებდი შეჯიბს. არა, მუღამის გამო არ ვაგზელებდი, ხა სიმართლე. აი, ანუ თქვი. მაშინ ანუ მე ანუ გეგმა მქონდა ეგეთი, რომ კვალიფიკაციას რო გავივლედი, ცალი ხელით ვიყავი. ხო. და ნუ შეჯიბზე არ უნდა მე არა ხა. ანუ კვალიფიკაცია უბრალოდ ჭირდებოდა და უნდა გაგევლო უეჭველები. და წინა დღეებში რაღაცა ვარჯიშე, რომ უწყვიტავდი, მე მუხლით ვაჩერებდი და რაღაცები, რომ კვალიფიკაციას გავსულიყავი. მაგარი ქულავი, მომეც კვალიფიკაცია მესამეს გავიწყო. აი, ეგ ნახავთ არ მახსოვს. ნახავდა გადა. ა მეოთხეზე გავედი კვალიფიკაციას, ხო. ხო, მაგარი როკეტში მეოთხეზე. მე გავიგე რა, ეგ თემა რომ ხელი ისე ქონდა ნატკენი, ცალი ხელით ატარებდა რაღაცა მუხლით. ხო, არა, ეს ხელი ვაფშე უფუნქციო მქონდა, ანუ თითებს რომ მოძრავდი ძალასიას, რა თქმა უნდა, ვერ ვატანე. ხო და კვალიფიკაცია რომ გავიარე, მე ხდებოდა რაღაც, მე ხარი გუნდური თემა და კალანდია და გრიგალა, ხა კალანდია ჩემი გუნდელია. გრიგალასთან ვახლობ რა თქმა უნდა და დილპატივს. მაგრამ კალანდია და გრიგალას თემა იყო, რომ ანუ ვინც ზემო დააფინიშებდა წლის ანუ გუნდურად ჩემპიონი. გუნდურად არა, გუნდურად ჩემპიონები ვიყავით უკვე. ანუ ტოპ 8-ში რო გავედი მე, გუნდური ჩემპიონებიც ვიყავი და ჩემპიონიც ვიყავი, მაგრამ კალანდიას უწყვიტავდა, მეოთხე მესამეს წვიტავდნენ გრიგალა და კალანდია. შე ოკეი. და რახან გრიგალას შევხვდი, ანუ თემა იყო ის, რომ მეთქი გავალ და ვწდი. გრიგალას გარდა ნებისმიერი ყოფილიყო არ გავიდოდი რა. გრიგალას ჯინი კი ამჭირდა, და გუნდურ პონჩი იყო, რომ მეთქი იქნება რაღაცა დაუშავ კი არ დავარტყა, ანუ იქნება რაღაცა ჩემი წული შევიწანო კალანდიასთან რაღაც ხან გუნდელები ვარ და მაგ პონჩი გავიდი გრიგალასთან. რა თქმა უნდა, ცალი ხელით ის კი არა ვარ. ხო, მაგრამ ანუ ძალიან ისეთი მომენტია რა, ესეთი გზა იყო, ანუ სადღაც 160 კილოს მოწყვეტა და ერთი ხელით გადიხარ. ხო, მაგრამ ახლა ხოჭი როღან ეს რო დასვოდა და ამბან უკვე მიზმა. აი რა იყო ცი ლიდრანი შეგიძლია რომ გაგიარ, მაგიტო გავიარ ლიდრანი კარგად, იმიტომ რომ ანუ გაუშვი, გამოუშვი და ფეხით აჩერებ, ხელით ხო და ჩეისზე უკვე როგორ არის ერთი ხელი ხო რუჩნოიზე გაქვს, ერთი სეკვენტაზე გაქვს და ანუ ამ ხელით უნდა იმუშაო და ეს ხელი არ მქონდა და ანუ ესე ვერ გაყვებოდა. გრიგალასთან ყვევდი, ვიკარგებოდი თან გზაში მეთქი რა ხდებოდა. თან ინსტინქტურად ერთ მომენტში ტრიბუნასთან ეს ხელი გავამოძრავეთ ხოლმე და რამის გავითიშე, ანუ ეს ისე თქვა ნემსი ხო აკეთებული მქონდა იბუპროფენი დალეული, კიდე რაღაცა მაზები წას ყველაფერი რომ მეთქი უყვანო. გადავრჩი რა, იდოქში სამაკატმა რამის შემიწირა რა. სამაკატს გადავრჩი, საქართველოს ჩემპიონის გახდი, გუნდურ ჩათვლაშიც. ჩემპიონები გავხდით ბუდიში შენთან და კოდუასთან. ახლა დავაპაუზე მაგაზე რა მეორეზე გავედით როგორც მახსოვს. მეორეზე, ხო. გუნდური მეორე აფეია. ხო, მეორეზე მაინც გავედით. კოდუა იმენა მიტრაკებდა. რა გინდოდა? ხო, მაგრამ ნენქოლით ვიყავ, წინა შანსი არ იყო. ანუ ეგ დათვლილი ქონდა ჩვენ. მოუკვდი ჩემი წყარო გაიხსნა, ჩემი ფოჩი და ზუგდიდში და რაღა ისე. ხო, არა. ხო, ფინალში გუნდურში ძალიან წინ ვიყავით, იმიტომ რომ მარტო გიორგის ჩათვლა ხო კი ან გიორგი პოდიუმზეც იდგა რაღაც და მე ორი ეტაპი ფაქტიურად გამოვტოვე. და იქ ხო ზუგდიდში მე პირველზე გავედი, კალანდია მესამეს და ქულებით ისე ვიყავით უკვე რომ ანუ გუნდურში ზუგდიდში კოდო პოდიუმზე არა, ხო კოდო არ ყოფილა. კოდო ტოპ-8-ში შააკმა გამოვდო. ხო, და ანუ ფოთში იყო პოდიუმზე რა და ეტაპი მოიგო უკვე იმის ფასტის. ფასტი მოიგო. და მე ორი ანუ ორი არა, ჯამურად 3 ეტაპი გამოვტოვე. ანუ შეჯიბრზე კი ვიყავი უბრალოდ რომ ავარია მომივიდა, შეჯიბრი ვეღარ გავაგზავნე მეორე ეტაპზეც. ხო, გუნდურში არ იყო. გუნდურის გამო არ გავს, ანუ გუნდური ქულის გამო არ გავს. ანუ ერთ-ერთი მთავარი თემა რაც იყო და მახსოვს ხშირად ლაპარაკობდი ამაზე შენს, ანუ პოლუსლიკები რა. დაწყების დღიდან, ხო, ანუ ფიქრობ თუ არა ვართ იმ სიტუაციაში, რომ უნდა გადავიდეთ პოლუსლიკებზე, ანუ არგუმენტი იმის, რომ ანუ უნდა ვიყოთ თუ არ ვიყოთ, ანუ მე თანახმარობ თქვა შეიძლება ვიყოთ, მაგრამ არის რაღაც ხელშემშლელი ფაქტორები, რადგან ანუ უარი ითქმება ხოლმე რა. ხო, პოლუსლიკებზე ყველგან მაგას ვამბობ ხოლმე რა. მე ისეთი თემა არის ხოლმე, რომ ამას მარტო ამ პოლუსლიკებზე უნდა ამას ფული აქვს და რა ინტერესებს. დრივში ის არის, ყველას ფული აქვს, ასე რომ სადაც ვინც დრივს დადის,
იმას შეუძლია პროსლიკებზე იაროს. ეხლა პროსლიკებსაც შეეხება. ჩვენ თუ გვინდა რომ და ამბიცია გვაქვს რომ აქ რო დავდივართ. მე ვიღაცებს იქით ევროპაში შევეჯიბროთ, ან კიდე აზიაში შევეჯიბროთ, ყველა გადის პროსლიკებს. საქართველოს არის ერთ-ერთი ჩემპიონატი, სადაც ჩინურ საბურავებზე დავდივართ და ტეხავს. მაგიტო ცოტა კიდევ ეხლა ყველა მხრივ რაღაცები გავა 2013-დან თუ 14-დან ხო დაიწყო ეს ძირთი და ანუ იმის მერე ხო რაღაცა ლეველზე ავედით. ხო და ეხლა 2015-ში ვიღაცამ გაიჭირვა მე რაღაცა ეს და ეხლა ის მომენტი დადგა რომ ერთადერთი ქართული დივსაცაკლი არის პროსლიკები რო თქვა რომ სრულ ფასოვანი დევტის ჩემპიონატი ვართ. ამიტომ უნდა გადავიდეთ პროსლიკებზე, ჩემი აზრით. ოღონდ ესე პროსლიკებზე მოდი გადავიდეთ, ეგრე არ ხდება. ამ პროსლიკების შემზადება უნდა ეს ერთი წელი ადრე უნდა დაიწყონ მუშაობა. ფედერაცია იქნება, ხა ჩვენც უნდა შევიტანოთ ჩვენი წვლილი მაგაში, იმიტომ რომ პროსლიკები ჩვენთან ბაზარზე არ იყიდება. და ეგ ვიღაცამ უნდა ჩამოიტანოს. ან ჩვენ უნდა დავდოთ ფულით სასალკე უნდა ჩამოვიტანო. ყველა დიდი პრობლემა ეგ არის, რომ პროსლიკების მოძიება. ხო, შემოტანა არის მაგის პრობლემა, იმიტომ რომ ეხლა ჩინურ საბურავს წახვალ რაღაცას იყიდით, ეგეთას ჩამოაქვს, იმას ჩამოაქვს, მე ჩემთვის ჩამომქონდა ვიღაცას იმისთვის და ანუ ეგ არ იყო პრობლემა. ეხლა პროსლიკი ესე გადავედით, აი რომ თქვა სიდესმა პროსლიკზე გადავედითო დღეს უკვე გვიანია, იმიტომ რომ ვერ გადახვალ, არ არის პროსლიკი ბაზარზე და მე წავალ ჩამოვიტან, შენ თუ ვერ ჩამოვიტან, რატომ უნდა დაიჩაგრო, ხო? და თანაბარი კონკურენცია უნდა იყოს მაგ მხრივ. ხო, თან ეხლა მარტო ესე ჩამოიტანო, ეგრე არ არის. თან რაღაცა მონოკლასი უნდა შედგეს, იმიტომ რომ პროსლიკებში დიდი სხვაობა. ეხლა საბურავზე ერთ საბურავზე შევჯერდით ყველანი და პროსლიკებზე არის ვალინო, რომელიც აქ არის, მე მოდის ექსტრემი, რომელიც აქ არის და მე დანარჩენები აქ არიან. მე თუ ვალინოზე ვივლი და შენ თუ ექსტრემზე ვივლი. მე დიდი უპირატესობა მაქვს და შენ თუ ჩვეულებრივ რაღაცა ვესტლეიკის პროსლიკზე ივლიან, რაღაცა რადიანის ან რაღაცაზე, ანუ იგივე სხვაობა გვექნება. მაგრამ ხშირად მიდის იმაზე ლაპარაკი ხო რომ მანქანის მომზადებასთან დაკავშირებით ანუ ეს ყველაფერი დიდ ფინანსებთან არის ხო დაკავშირებული. მაინც ანუ ეგეც იყო რა. ნახე ვისთვის როგორ მაგრამ არ მე ვამბობ იმას რომ იყო მაგაზე ლაპარაკის თუნდაც რა. ეგ იყო სანამ იმ მანქანას აწყობდნენ რაც დღეს ეხა top 16-ში ყავს. ეხა უკვე მაგაზე საუბარი აღარ არის. ეხა 2015-ში რო გეთქვათ პროსლიკებზე გადავიდეთო, ანუ იყო დიდ ფინანსებზე საუბარი, მაგრამ ეხა ყველა მანქანა მზად არის თითქმის. რაღაც ზოგს პატარა ხელი შევლება უნდა რომ პროსლიკებზე აქვს აუცილებელი არა 285-ზე ვიაროთ. შეიძლება 239-დან დავიწყოთ, მაგრამ ეს გადასვლა უნდა მოხდეს. ეს გარდაუვალი დღეს თუ უნდა განვითარდეს და წინ წავიდეს. გარდაუვალია ეს გადასვლა. ამ 3 წელია მე ვიბრძვი ამისთვის რომ მაგაზე გადავიდეთ. და რა იმედია მოვეწევი საქართველოში რომ პროსლიკებზე ვივლი. დიდ გამოცდილებასაც გაძლევს თუნდაც იმისთვის მოემზადო რომ ევროპაში რო ჩახვიდე, სათანადოდ იყო მომზადებული იმის რომ კონკურენცია გაუწიო რა, როცა ამდენი წელია ჯერ ისედაც ნუ გამოცდილება აქვს, მე ის რომ პროსლიკებით დადიან და შენ უბრალოდ შეულებრივ საბურავზე ნავარჯიშები, ჩადიხარ იქ სადაც უბრალოდ ერთი ანუ რა სისურელია, იცი რატო? აი ნახე, მე სულ მაგას ვამბობ ჩვენ ჩემპიონატებს რომ ეხა ახალი ტიპი რომ მოდის და ახალი ტიპი არა ბევრ ტიპზე შემილე, ეგრე ვთქვა, რომ GDS ვინც დადის, რომ უნდა რომ სიტყვაზე მოუგოს ავი ტოპ 4 ტიპს, ან ტოპ 8 ტიპს. ანუ რითი უნდა მოუგოს? იმაზე მეტი უნდა ივარჯიშოს, იმაზე მაგარი მანქანა უნდა ყავდეს. მაგარი არა, გინ მოდი იმისნაირად მაინც უნდა ივარჯიშოს, იმისნაირი მანქანა, გუნდიც იმისნაირი უნდა ყავდეს ან ყველაფერი. და შენ იგივე სიტუაციაში აქ ტოპ 4-ში რო იყო და რომ მიდიხარ ევროპაში სიტყვაზე აიღე ჯეიმს დინი. ან ნებისმიერი სხვა, ვინც იქ ტოპ 32-ში სტაბილურად არის. ანუ იმ ტიპს შენზე დიდი გამოცდილება აქვს. შენზე მაგარი მძღოლი არის, იმიტომ რომ შენზე მაგარი გამოცდილება აქვს. და მანქანა შეიძლება იმისნაირი აწყო, მაგრამ ეგეთი ახლა მანქანა ესე აწყო, გამოიყვანო და მაგარია ვარ, მანქანამ რაღაცა ეტაპები უნდა გაიაროს და რაღაცა დრო უნდა ერთი წელი უნდა. თუ გინდა რომ კავკასიის საუკეთესო მანქანა ყავდეს, ანუ ესე რაღაცა ვის აკავს კავკასიის? ხო და ვინც ამბობს, ხო, ვინც ამბობს რომ გივი კავკასიის საუკეთესო მანქანა ყავსო და მანქანა შეჯიბრიარულია, ხა ეგეთი საუკეთესო მანქანა დღეს ვერავიზე ვერ ვიტყვი რომ საქართველოს მე საუკეთესო მანქანა ყავს. ანუ არ არსებობს ეგეთი. შეიძლება კაი ერთ-ერთი საუკეთესო მაინც დაუძახო. მაგრამ ეგა საქართველოში, მაგრამ მანქანა იმით ფასობს, რომ მანქანას თავისი ეტაპები აქვს გავლილი. მე მაგალითად აი
ახალ მანქანას, აი რო ყიდულობთ ეს მანქანას, აი ესეთი სულ ჩემი თავაწყობ, იმიტომ რომ გამოსწდება გვაქვს უკვე GM-ში, მაგრამ რო ყიდულობთ მანქანას, მე მირჩევნია სულ ახალი ცენტრიდან გამოყვანილ მანქანას, ცენტრიდან ანუ ესე ახალ წყობას, მირჩევნია რომ 3-4 შეჯიბრი ნასწავლები ქონდეს და გატესტილი იყოს ის მანქანა, იმიტომ რომ ჩვენი მანქანა ესე ლეგოსავით არ არის, ყველაფერში არ ჯდება რა. და ბევრი მორგება და შრომა ჭირდება. ხო, ანუ გამოსტიამდე მიიყვანო რეალურად ხო, და ანუ საბოლოოდ იმაზე მივიდივართ, რომ თუ გვინდა რომ იქ ჩავიდეთ და ჩვენი სასქმელი თქვა და საქართველოს რაღაც დროშა სახელი და რაღაც გავიტანოთ, უკვე უნდა დავიწყოთ მოსდება. თუ გვინდა რომ ძველ დროში დავბრუნდეთ, მაშინ ძმაო ეს მანქანები გავყიდოთ, კაი ტრეინოლებით ვიაროთ. პიატინოლები იმას ხო და ნუ ეხა იმის საშუალება საქართველოში გვაქვს უკვე რომ გვაქვს ორი შეჯიბრი, გვაქვს სამოყვარულო და გვაქვს პროფესიონალი. უკვე გაიყო ხალხი. ანუ ვისაც უნდა პროფესიონალი უნდა იაროს, პროფესიონალი და აქ ბოლომდე უნდა დაიხარჯოს, ვისაც უნდა სამოყვარულო არის ეგეც სამოყვარულო არ გქონდეს. მეც ვიტყოდი რომ მოდი რომ საშუალო გავაკეთო და საშუალო უკვე აღარ არის ან აქეთ ან იქით. ნუ არის ორი მხარე, ხო, ანუ თუ ხო, მხარე და ეხა ნაცები და კოცები კი არა ვართ, კაცო, მაგრამ ანუ ის სამოყვარულოა, იმის ბიუჯეტი აქვს, იმის გამოცდილება აქვს, იმის შესაძლებლობა და ის უნდა გინდა იარე მაშინ სამოყვარულო შეჯიბრი, გინდა რომ ბოლომდე დაიხარჯო და მაქსიმუმზე გახვიდე და თუნდაც მოიმზადო იმის რომ ევროპაშიც პროფესიონალი, რავი, სიტყვა გეუბნება, რომ თუ გინდა პროფესიონალი იყო, უნდა პროფესიონალი მანქანას უნდა აწყო და გუნდიც პროფესიონალი იყო და შენც პროფესიონალი იყო, სხვა მოთხოვნებია და ეგრე მე კინგი რო არ იყოს კიდევ ამ კინგი შეჯიბრი რო არ იყოს მაგ შემთხვევაში პოლოსლიკები გამორიცხული იმიტომ რომ იქ დადის 50 კაცი და შენ შეგიძლია რომ საშუალო გააკეთო აქ ტოპ 35 შეკრა და რაღაცა ცოტა შენ ჩაიჩოჩო უკან მაგრამ ეხა ისე დარჩა რომ ვინც დავდივართ მაინც ეს დავდივართ ამ ხალხს შეგვიძლია რომ პოლოსლიკებზე ვიაროთ მაგრამ ეს უნდა დაიწყოს ადრე ეხა მაგალითად ეხა უნდა დაიწყოს ეხა უკვე უნდა დაიწყოს მუშაობა იმაზე რომ 2026-ში პოლოსლიკებზე გადავიდეთ ეხა უნდა დაიწყოს მაგის მუშაობა საბურავების პრობლემა მოგვარდეს შემოტანის თემა, მოყიდის პრობლემა. ხო, შემოტანის პრობლემაა, მაგრამ ვინც მრბოლელი, ვინც ამბობს, რომ არ გვინდა პოლოსლიკები, ბევრია ეგეთი. მე ანუ ვერ ხვდები რატო არ უნდა და ვერც მიტკიცებს მე რატო. შენ პოზიციას ვამბობ და ანუ აღნიშნე წეხანაც რა მე ვამბობ, რომ საჭიროა და უნდა იყოს. მე სიამოვნებით ვივლიდი, მაგრამ საქართველოში ანუ ეგ არგუმენტი მაქვს რა, არ არის ის სიტუაცია თქო აი არგუმენტი მითხარი, აი ის სიტუაცია მე მგონი რომ ბევრი ხო არ ვართ ეხა ანუ ამ სეზონზე ბევრი გაიცხრილა როგორც ანუ რა პრობლემის გამო თუ როგორ მოხდა მაგას არ აი მოდი მივყვეთ ხა მე მგონი რომ გაიცხრილა ანუ პოლოსლიკი არ შემოგვიტანა ისედაც გაიცხრილა ხო მაშინ რა მნიშვნელობა აქვს ამ პოლოსლიკი შემოიტან თუ არ შემოიტან მაგრამ ანუ ეგ დაიმატება ხო მაგრამ არა მითხარი ანუ ვიღაცისთვის დაიმატება რაღაც გარკვეულ ზედმეტ ხარჯად ვისთვის დაემატება აი ეხა ვინ დადის თქო არ ვამბობ ეხა მე ანუ ვინმეს ხელს არ ვადებ ანუ ეგ არა ისედაც იცი როგორ ანუ ხალხი დარჩა ის ვისაც პოლოსლიკი უნდა და გვინდა 2025-ში ვიღაცებისთვის გამო ვამბობდით რომ არა მოდი ამანაც იარო ის მაინც არ დადის და რაღაცზე მოვიკლო ანუ ეგეც არის ყოველ შემთხვევაში ანუ ეხა 2025 ანუ განვითარება ეგ არის თანახმოვარ მე რაღაცა უნდა მოიკლო ეხა განვითარებისთვის თორე ეხა დრივჩი ეს სულ არის რომ ვიღაც ამოსო აი მას ფული აქვს და მაგიტო უნდა ხო ანუ რეალურად ეგ რა მნიშვნელობა აქვს ფული რო აქვს პოლოსლიკი და ისას მე მინდა რომ პროსტა რომ ბარემ ბოლომდე იქ ვიყო და ეხა დრივჩი ვინც არის ყველას აქვს იმის საშუალება რომ გადავიდეს პოლოსლიკზე ეხა მაგას კინგზე ხო არ მომბობ რომ პოლოსლიკზე გადა იქ უნდა მიხვიდე კინგზე უნდა მიხვიდე $5,000-იანი $6,000-იანი მანქანა გაერთო სამოყვარულო დრიტია იმასთან წამოხვიდე იქ არ უნდა მოთხოვო ეხა ჩემი აზრით მაგ დაფიქსირებული იქ არც ფორმა უნდა მოთხოვო არაფერი ეგეთი არ უნდა მიხვიდე ტიპი გასართობად ეხა ну გაოფიციალურ და იმიტომ რომ სპონსორები არიან მოთხოვნა ის არის რაც გასაგებია ვის ფიქრობ რომ ანუ შემდეგი სტუმარი შენთვის საინტერესო ვინ ანუ ჩემთვის საინტერესო სტუმარი იქნება კალანდია იმიტომ რომ კალანდია წელს ვიღაცის აღმოჩენა იყო მე ვიცოდი რომ კარგად დადიოდა მაგრამ აღმოჩენა იყო და კალანდიას ესეთი აზრი ვაფშე დრივზე და იმაზე კაი ხომ თუ ორი სტუმარი გეყოლება და ერთი მექნება მაშინ ხეროდინაშვილი აუცილებლად მაგრამ თუ მარტო მიყავს კალანდია წაიღება არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ ირაკლის არხის აღწერაში იქნება ასე რომ შევხვდებით მომავალ ვიდეოში